1990-იან წლებში, როდესაც საბჭოთა კავშირი იშლებოდა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქივში აღმოაჩინეს დოკუმენტი, რომელიც არ უნდა არსებულიყო. ეს იყო ზვიად გამსახურდიას პირადი ჩანაწერები, სადაც დეტალურად იყო აღწერილი მისი ხედვა საქართველოს მომავლის შესახებ, ფრაზები, რომლებიც მან არასოდეს გამოთქვა საჯაროდ და გეგმები, რომლებიც იმდენად რადიკალური იყო, რომ თვით მისი უახლოესი თანამებრძოლებიც არ იცოდნენ მათ შესახებ. მაგრამ 1994 წლის იანვარში, ზუსტად 2 წლის შემდეგ მისი გარდაცვალებისა, ეს დოკუმენტები უკვალოდ გაქრა. ვინც აიღო ისინი? რატომ? და რაზე მეტყველებდა ეს ჩანაწერები, რომ ვიღაცას სურდა მათი განადგურება? ის ფრაზა, რომელიც გამსახურდიამ თქვა 1999 წლის აგვისტოში, რუსთაველის გამზირზე, ასობით ათასი ადამიანის წინაშე, გახდა ის წერტილი, საიდანაც საქართველოს თანამედროვე ისტორია სრულიად სხვა მიმართულებით წავიდა. საქართველო უნდა იყოს ქართველების ქვეყანა, ეს 7 სიტყვა გახდა მანიფესტი ერთი ნაწილისთვის და გამოწვევა მეორე ნაწილისთვის. რატომ ზუსტად ეს ფრაზა? რატომ ზუსტად ამ მომენტში? და რატომ მან იცოდა, რომ ეს სიტყვები შეცვლიდა ყველაფერს? 1997 წლის თებერვალში, მოსკოვში, კრემლის საიდუმლო არქივში, კგბ-ს ოფიცრებმა შექმნეს სპეციალური დოსიე კოდით ობიექტი თბილისი. ამ დოსიეში აგროვებდნენ ყველა ინფორმაციას ზვიად გამსახურდიას შესახებ, მის გამოსვლებს, მის შეხვედრებს, მის პირად ცხოვრებას. მაგრამ ყველაზე საინტერესო იყო ცალკე განყოფილება, სადაც ფსიქოლოგები აანალიზებდნენ მის რიტორიკას. ისინი ზუსტად იცოდნენ, რომ გამსახურდია იყენებდა ენობრივ ტექნიკებს, რომლებიც აღძრავდა ნაციონალურ გრძნობებს. ისინი ზუსტად იცოდნენ, რომ მისი სიტყვები იყო გათვლილი და მიზანმიმართული. მაგრამ რაც მათ არ იცოდნენ, ის იყო თუ როდის და სად გამოთქვამდა გამსახურდია იმ ფრაზას, რომელიც შეცვლიდა ყველაფერს. კგბ-ს ანალიტიკოსები წერდნენ თავიანთ ანგარიშებში, გამსახურდია ემზადება რაღაც დიდისთვის, მაგრამ ჩვენ ვერ ვხვდებით რისთვის. რას ელოდნენ ისინი? და რატომ ვერ შეაჩერეს ის, რაც მოხდა? ზვიად გამსახურდია დაიბადა 1926 წლის ოქტომბრის 35 რიცხვს, თბილისში, ინტელექტუალური ოჯახის შვილად. მისი მამა, კონსტანტინე გამსახურდია, იყო ცნობილი მწერალი, ნობელის პრემიის ნომინანტი, ადამიანი, რომელიც თავისი შემოქმედებით ქმნიდა ქართული ნაციონალური იდენტობის ახალხედვას. მაგრამ ის, რაც არავინ იცოდა, იყო ის, რომ კონსტანტინე გამსახურდია პირადად ხვდებოდა იოსებ სტალინს 1935 წელს და ეს შეხვედრა შეცვალა მის მთელ მსოფლმხედველობას. კონსტანტინე დაბრუნდა ამ შეხვედრიდან სრულიად შეცვლილი ადამიანი, ის ხვდებოდა, რომ საბჭოთა იმპერია იყო საფრთხე ქართული კულტურისთვის, მაგრამ ასევე ხვდებოდა, რომ ღიად ამის თქმა ნიშნავდა სიკვდილს. ამიტომ ის წერდა თავის რომანებში დაშიფრულ მესიჯებს, რომლებიც მხოლოდ ქართველებს ესმოდათ. ზვიად გაიზარდა ამ ატმოსფეროში, სახლში, სადაც ყოველი სიტყვა ჰქონდა ორმაგი მნიშვნელობა, სადაც ყოველი წიგნი იყო დაშიფრული მესიჯი, სადაც ყოველი საუბარი იყო გაკვეთილი როგორ გადარჩე რეჟიმში, რომელიც გნადგურებს. როგორ ეს ბავშვობა ჩამოაყალიბა მას? როგორ ეს გამოცდილება გახდა საფუძველი იმისა, რაც მოხდა 30 წლის შემდეგ? 1955 წელს, როდესაც ზვიადს 19 წელი შეუსრულდა, მოხდა რაღაც, რაზეც ის არასოდეს საუბრობდა საჯაროდ. მისი მამა, კონსტანტინე გამსახურდია, გარდაიცვალა საეჭვო გარემოებებში. ოფიციალური ვერსია იყო გულის შეტევა, მაგრამ ოჯახის წევრები იცოდნენ სხვა ვერსიას. კონსტანტინე მუშაობდა რომანზე, რომელშიც აღწერდა სტალინის რეპრესიებს საქართველოში და ეს რომანი უნდა გამოქვეყნებულიყო მოსკოვში. მაგრამ 2 კვირით ადრე, ვიდრე რომანი გამოვიდოდა, კონსტანტინე გარდაიცვალა და ყველა ხელნაწერი გაქრა. ზვიად იყო ის, ვინც იპოვა მამის ბოლო ჩანაწერები, დამალული მათი სახლის სარდაფში და ამ ჩანაწერებში კონსტანტინე წერდა, თუ რამე მომხდება, ზვიადმა უნდა იცოდეს, საქართველოს მომავალი არის ქართველების ხელში, არა იმპერიის ხელში. ეს იყო ის მომენტი, როდესაც 15 წლის ბიჭი გახდა ნაციონალისტი. ეს იყო ის მომენტი, როდესაც დაიბადა იდეა, რომელიც 30 წლის შემდეგ გახდებოდა ფრაზა, საქართველო უნდა იყოს ქართველების ქვეყანა. მაგრამ რა ხდებოდა ამ 30 წლის განმავლობაში? როგორ ჩამოყალიბდა ეს იდეა? და რატომ ზუსტად 1999 წელს გადაწყვიტა გამსახურდიამ მისი გამოთქმა? თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც ზვიად სწავლობდა ფილოლოგიას, 1955-დან 1958 წლამდე, არსებობდა საიდუმლო წრე სტუდენტებისა, რომლებიც კრებდნენ და კითხულობდნენ აკრძალულ ლიტერატურას.
ეს იყო წიგნები ქართული ისტორიის შესახებ, რომლებიც არ შეესაბამებოდა საბჭოთა ოფიციალურ ვერსიას, წიგნები ქართული კულტურის შესახებ, რომლებიც საუბრობდნენ ქართველების უნიკალურობაზე, წიგნები ევროპული ნაციონალიზმის შესახებ, რომლებიც აღწერდნენ, როგორ მცირე ერებმა მოიპოვეს დამოუკიდებლობა. სვიად გამსახურდია იყო ამ წრის ლიდერი, ადამიანი, არამედ პოლიტიკურ დამოუკიდებლობაზე. ის საშიშია. რატომ არ დააპატიმრეს მაშინვე გამსახურდია? რატომ დაელოდნენ? და ვინ იყო ის ინფორმატორი, რომელიც მოგვიანებით გახდა გამსახურდიას ერთ-ერთი უახლოესი მრჩეველი? 1958 წელს სვიად გამსახურდია დაასრულა უნივერსიტეტი და დაიწყო მუშაობა როგორც მთარგმნელმა. ის თარგმნიდა ევროპულ ლიტერატურას ქართულად და ეს იყო იდეალური საფარი მისი რეალური საქმიანობისთვის. რადგან როდესაც ის თარგმნიდა შექსპირს, დანტეს, გოეთეს, ის ასევე წერდა თავის ესეებს ქართული ნაციონალური იდენტობის შესახებ. ეს ესეები არ გამოქვეყნებულა, არამედ ვრცელდებოდა სამიზდატის სახით, ხელით გადაწერილი ასლები, რომლებიც გადადიოდა ხელიდან ხელში. ამ ესეებში გამსახურდია აყალიბებდა თავის ძირითად იდეას: საქართველო არის უნიკალური ცივილიზაცია, რომელსაც აქვს უფლება თვითგანსაზღვრაზე და ეს უფლება არ არის საბჭოთა კავშირის საჩუქარი, არამედ ისტორიული მემკვიდრეობა. მაგრამ ყველაზე რადიკალური იყო მისი იდეა იმის შესახებ, რომ საქართველოში მცხოვრები არაქართველები უნდა მიიღონ ქართული კულტურა ან დატოვონ ქვეყანა. ეს იდეა, რომელიც მან ჯერ კიდევ 1958 წელს ჩამოაყალიბა, გახდა ის ბირთვი, საიდანაც 40 წლის შემდეგ გაჩნდა ფრაზა „საქართველო უნდა იყოს ქართველების ქვეყანა“. როგორ რეაგირებდნენ ადამიანები ამ იდეებზე? ვინ უჭერდა მხარს? და ვინ ხედავდა მასში საფრთხეს? 1958-დან 1967 წლამდე სვიად გამსახურდია ცხოვრობდა ორმაგ ცხოვრებას. დღისით ის იყო პატივსაცემი მთარგმნელი, რომელიც მუშაობდა საქართველოს მწერალთა კავშირში, ადამიანი, რომელიც დადიოდა ოფიციალურ ღონისძიებებზე, ხვდებოდა საბჭოთა ოფიციალურ პირებს, ითარგმნიდა კლასიკურ ლიტერატურას. მაგრამ ღამით ის იყო სხვა ადამიანი, დისიდენტი, რომელიც იკრიბებოდა თავის თანამოაზრეებთან, წერდა მანიფესტებს, გიგმავდა აქციებს. ქმნიდა ქსელს ადამიანებისა, რომლებიც იზიარებდნენ მის ხედვას. ამ პერიოდში გამსახურდიამ შექმნა ორგანიზაცია, რომელსაც არ ჰქონდა ოფიციალური სახელი, მაგრამ რომელიც მოგვიანებით ცნობილი გახდა როგორც ქართული ჰელსინკის ჯგუფის წინამორბედი. ამ ორგანიზაციის წევრები იყვნენ ინტელექტუალები, მხატვრები, მუსიკოსები, მეცნიერები, ადამიანები, რომლებიც ჰქონდათ გავლენა საზოგადოებაზე. მათი მიზანი იყო მომზადება იმ დღისთვის, როდესაც საბჭოთა კავშირი დასუსტდებოდა და საქართველოს ექნებოდა შანსი დამოუკიდებლობისთვის. მაგრამ გვაკვირდებოდა. ისინი იცოდნენ ყველაფერი. ისინი ჰყავდათ ინფორმატორები ამ ჯგუფში. ისინი იცოდნენ ყოველი შეხვედრის შესახებ, ყოველი გეგმის შესახებ. რატომ არ შეაჩერეს ისინი? რატომ დაელოდნენ 1967 წელს, რომ დაეპატიმრებინათ გამსახურდია? და რა მოხდა იმ წელს, რამაც შეცვალა ყველაფერი? 1967 წლის მარტში სვიად გამსახურდიამ და მისმა თანამოაზრეებმა გააკეთეს რაღაც, რაც საბჭოთა კავშირში იყო წარმოუდგენელი. მათ დაწერეს ღია წერილი ლეონიდ ბრეჟნევისთვის, სადაც აკრიტიკებდნენ რუსიფიკაციის პოლიტიკას საქართველოში. ეს წერილი იყო 10 გვერდი დეტალური ანალიზისა თუ როგორ ნადგურდებოდა ქართული კულტურა, როგორ იხურებოდა ქართული სკოლები, როგორ იკრძალებოდა ქართული ენა ოფიციალურ დაწესებულებებში. მაგრამ ყველაზე რადიკალური იყო ბოლო პარაგრაფი, სადაც ისინი წერდნენ: საქართველო არის ქართველების სამშობლო და ქართველებს აქვთ უფლება განსაზღვრონ თავიანთი ქვეყნის მომავალი. ეს იყო პირველი ჯერ, როდესაც გამსახურდიამ საჯაროდ გამოთქვა ეს იდეა. ეს იყო პირველი ჯერ, როდესაც ის გამოიყენა ფორმულირება, რომელიც 22 წლის შემდეგ გახდებოდა ცნობილი ფრაზა. რეაგირება მოახდინა დაუყოვნებლივ. 1967 წლის აპრილის მე-6 რიცხვს სვიად გამსახურდია დააპატიმრეს. მას წაუყენეს ბრალდება ანტისაბჭოთა პროპაგანდაში და მიუსაჯეს 5 წელი პატიმრობა. მაგრამ რაც მოხდა პატიმრობაში? შეცვალა გამსახურდიას და გააძლიერა მისი რადიკალური შეკითხვები. რა ხდებოდა იქ? როგორ შეცვალა პატიმრობამ მისი იდეები? და რატომ, როდესაც ის გამოვიდა, ის იყო კიდევ უფრო რადიკალური ვიდრე შესვლამდე? პატიმრობაში სვიად გამსახურდია გაატარა 2 წელი და 4 თვე, 1967-დან 1969 წლამდე. ოფიციალურად ის იყო პოლიტიკური პატიმარი, მაგრამ რეალურად ის იყო ლაბორატორია კუბსთვის. ისინი აკვირდებოდნენ მას, ამოწმებდნენ მის რეაქციებს, ცდილობდნენ მისი გადაბირების.
მაგრამ რაც მათ არ ელოდათ, ის იყო, რომ გამსახურდია გამოიყენებდა ამ დროს თავისი იდეების გაღრმავებისთვის. პატიმრობაში ის ხვდებოდა სხვა პოლიტიკურ პატიმრებს, უკრაინელებს, ბალტიელებს, რუსებს, დისიდენტებს. ისინი უზიარებდნენ ერთმანეთს თავიანთ გამოცდილებას, თავიანთ იდეებს, თავიანთ სტრატეგიებს. და ზუსტად აქ, პატიმრობაში, გამსახურდიამ გააცნობიერა, რომ ქართული ნაციონალიზმი უნდა იყოს არა მხოლოდ კულტურული, არამედ პოლიტიკური მოძრაობა. ზუსტად აქ ის გააცნობიერა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც ქართველები გახდებიან აბსოლუტური უმრავლესობა ყველა სფეროში, პოლიტიკაში, ეკონომიკაში, კულტურაში. ზუსტად აქ დაიბადა იდეა, რომელიც მოგვიანებით ჩამოყალიბდა, როგორც საქართველო უნდა იყოს ქართველების ქვეყანა. მაგრამ რომ გამოვიდა პატიმრობიდან 1979 წელს გამსახურდიამ გააკეთა რაღაც მოულოდნელი, მან გამოაქვეყნა მოსამართლეობის წინაშე, სადაც აპოლოგიზებდა თავის ქმედებებს და აცხადებდა, რომ აღარ იქნებოდა ანტისაბჭოთა საქმიანობაში ჩართული. ეს იყო ტაქტიკა თუ რეალური შეცვლა? რატომ გააკეთა ეს? და როგორ რეაგირებდნენ მისი თანამოაზრეები ამ გადაწყვეტილებაზე? 1979 წლიდან 1987 წლამდე ზვიად გამსახურდია ცხოვრობდა ოფიციალურად მშვიდ ცხოვრებას. ის მუშაობდა როგორც მთარგმნელი, აქვეყნებდა თარგმანებს და დადიოდა ლიტერატურულ ღონისძიებებზე. ჰყავდა ოჯახი, მეუღლე მანანა და 2 შვილი. მაგრამ ეს იყო მხოლოდ ფასადი. რეალურად გამსახურდია აგრძელებდა თავის საქმიანობას, მაგრამ უფრო ფრთხილად, უფრო ჭკვიანურად. ის შექმნა ქსელი ადამიანებისა, რომლებიც არ იყვნენ ოფიციალურად დაკავშირებულნი ერთმანეთთან, მაგრამ რომლებიც მუშაობდნენ ერთი მიზნისთვის, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის. ეს იყო მასწავლებლები, რომლებიც ასწავლიდნენ ბავშვებს ქართულ ისტორიას არა საბჭოთა ვერსიით, არამედ რეალური ფაქტებით. ეს იყო ჟურნალისტები, რომლებიც წერდნენ სტატიებს ქართული კულტურის შესახებ, სადაც დაშიფრულად იყო ნაციონალისტური მესიჯები. ეს იყო მუსიკოსები, რომლებიც ქმნიდნენ სიმღერებს, რომლებიც აღძრავდა ნაციონალურ გრძნობებს. და ყველა ეს ადამიანი იყო დაკავშირებული გამსახურდიასთან, მაგრამ ისე, რომ ვერ ხედავდა ამ კავშირს. 1970-იან წლებში საბჭოთა კავშირი შედიოდა სტაგნაციის პერიოდში, ბრეჟნევის ეპოქა, როდესაც ყველაფერი გაყინული იყო. როდესაც არაფერი იცვლებოდა. მაგრამ გამსახურდია იცოდა, რომ ეს არ გაგრძელდებოდა სამუდამოდ. ის იცოდა, რომ მოვიდოდა დრო, როდესაც იმპერია დასუსტდებოდა და მაშინ საქართველოს ექნებოდა შანსი. და ის ემზადებოდა ამ მომენტისთვის. როგორ? რა იყო მისი გეგმა? და ვინ ეხმარებოდა მას ამ მომზადებაში? 1985 წელს, როდესაც მიხეილ გორბაჩოვი გახდა საბჭოთა კავშირის ლიდერი და დაიწყო პერესტროიკა და გლასნოსტი, ზვიად გამსახურდიამ გააცნობიერა, რომ მოვიდა მისი დრო. გლასნოსტი ნიშნავდა გახსნილობას, ნიშნავდა, რომ ადამიანებს შეეძლოთ საუბარი იმაზე, რაზეც ადრე ვერ საუბრობდნენ. და გამსახურდია გამოიყენა ეს შესაძლებლობა მაქსიმალურად. 1986 წლის ნოემბერში ის და მისმა თანამოაზრეებმა შექმნეს ორგანიზაცია ილია ჭავჭავაძის საზოგადოება, რომლის ოფიციალური მიზანი იყო ქართული კულტურის დაცვა. მაგრამ რეალური მიზანი იყო ნაციონალისტური მოძრაობის ორგანიზება. ეს საზოგადოება სწრაფად გახდა ცენტრი ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც უკმაყოფილო იყო საბჭოთა ხელისუფლებით. ისინი იწყებდნენ ორგანიზებას აქციებისა, დემონსტრაციებისა, საჯარო შეხვედრებისა. და ყოველ ამ ღონისძიებაზე გამსახურდია საუბრობდა თავის იდეებზე, ქართული კულტურის დაცვაზე, ქართული ენის დაცვაზე, ქართული იდენტობის დაცვაზე. მაგრამ ის ჯერ კიდევ არ იყენებდა იმ ფრაზას, რომელიც მოგვიანებით გახდებოდა ცნობილი. ის ელოდა სწორ მომენტს. ის იცოდა, რომ ეს ფრაზა უნდა ითქვას მაშინ, როდესაც ის ექნებოდა მაქსიმალური ეფექტი. როდის იყო ეს მომენტი? რა ხდებოდა საქართველოში 1987 და 92 წლებში? და როგორ ემზადებოდა გამსახურდია იმ დღისთვის, როდესაც ის გამოთქვამდა იმ ფრაზას, რომელიც შეცვლიდა ყველაფერს? 1987 წელს საქართველოში იზრდებოდა დაძაბულობა ეროვნულ საკითხებზე. ერთი მხრივ იყო ქართველები, რომლებიც მოითხოვდნენ მეტ ავტონომიას, ქართული ენის სტატუსის გაძლიერებას, ქართული კულტურის დაცვას. მეორე მხრივ იყო ეროვნული უმცირესობები, აფხაზები, ოსები, სომხები, აზერბაიჯანელები, რომლებიც ნერვიულობდნენ ამ ნაციონალისტური რიტორიკის გამო. ისინი ხედავდნენ, რომ ქართული ნაციონალიზმი ხდებოდა უფრო და უფრო აგრესიული და ეშინოდათ, რომ ეს მიმართული იყო მათ წინააღმდეგ. და ისინი მართალი იყვნენ.
რადგან გამსახურდია და მისი თანამოაზრეები რეალურად თვლიდნენ, რომ საქართველო უნდა იყოს ქართული სახელმწიფო, სადაც ქართული ენა, ქართული კულტურა, ქართული იდენტობა იქნებოდა დომინანტური. 1997 წლის ივლისში აფხაზეთში მოხდა პირველი სერიოზული ინციდენტი. აფხაზები მოითხოვდნენ აფხაზეთის გამოყოფას საქართველოს შემადგენლობიდან და მიერთებას რუსეთისთვის. ქართველები რეაგირებდნენ აგრესიულად, ორგანიზებდნენ კონტრდემონსტრაციებს. მოითხოვდნენ აფხაზეთის სრულ ინტეგრაციას საქართველოში. გამსახურდია იყო ერთ-ერთი ყველაზე ხმამაღალი ხმა ამ კონტრდემონსტრაციებზე. ის საუბრობდა იმაზე, რომ აფხაზეთი არის ისტორიულად ქართული მიწა, რომ აფხაზები არიან მცირე უმცირესობა, რომ ისინი არ უნდა განსაზღვრავდნენ ამ რეგიონის მომავალს. ეს იყო პირველი ჯერ, როდესაც გამსახურდიას რიტორიკა გახდა ღიად ანტიუმცირესობრივი. ეს იყო პირველი ჯერ, როდესაც ის თქვა, რომ საქართველო უნდა იყოს ქართველებისთვის. მაგრამ ის ჯერ კიდევ არ იყენებდა იმ ზუსტ ფორმულირებას. რატომ? რას ელოდა? და რა მოხდა 1992 წელს, რამაც მას აიძულა გამოეთქვა ის ფრაზა, რომელიც შეცვლიდა ყველაფერს. 1992 წლის მარტში სამხრეთ ოსეთში დაიწყო კონფლიქტი ქართველებსა და ოსებს შორის. ოსები მოითხოვდნენ ავტონომიის გაფართოებას, ქართველები ეწინააღმდეგებოდნენ. დაძაბულობა იზრდებოდა ყოველდღიურად. 1992 წლის ნოემბერში თბილისში მოხდა მასშტაბური დემონსტრაცია, სადაც ათობით ათასი ადამიანი მოითხოვდა საქართველოს დამოუკიდებლობას. გამსახურდია იყო ერთ-ერთი ორგანიზატორი ამ დემონსტრაციისა. ის საუბრობდა ხალხს, აღძრავდა მათ, მოუწოდებდა მათ ბრძოლისკენ დამოუკიდებლობისთვის. მაგრამ ის ჯერ კიდევ არ იყენებდა იმ ფრაზას. ის ელოდა კიდევ უფრო დრამატულ მომენტს. და ეს მომენტი მოვიდა 1999 წლის აპრილის მე-9 რიცხვს. იმ ღამეს, როდესაც საბჭოთა ჯარები შეიჭრნენ რუსთაველის გამზირზე და მოკლეს 21 დემონსტრანტი, ზვიად გამსახურდია იყო იქ. ის ხედავდა, როგორ კლავდნენ ადამიანებს, როგორ სცემდნენ მათ, როგორ იყენებდნენ ქიმიურ იარაღს. და იმ ღამეს, როდესაც ის გადარჩა, როდესაც ის დაინახა ის სისასტიკე, რომელიც საბჭოთა რეჟიმმა გამოიჩინა ქართველების მიმართ, მან გადაწყვიტა, რომ მოვიდა დრო. მოვიდა დრო იმ ფრაზის გამოსათქმელად, რომელიც ის ამზადებდა 30 წლის განმავლობაში. მაგრამ ის არ თქვა მას დაუყოვნებლივ. ის ელოდა სწორ მომენტს. და ეს მომენტი მოვიდა 5 თვის შემდეგ, 1999 წლის აგვისტოში. რა მოხდა იმ დღეს? რატომ ზუსტად მაშინ? და როგორ რეაგირებდა ხალხი იმ ფრაზაზე, რომელიც შეცვლიდა საქართველოს ისტორიას? 1999 წლის აგვისტოს 24 რიცხვს რუსთაველის გამზირზე შეიკრიბა ასობით ათასი ადამიანი. ეს იყო ყველაზე დიდი დემონსტრაცია საქართველოს ისტორიაში. ადამიანები მოითხოვდნენ დამოუკიდებლობას, მოითხოვდნენ მკვლელების დასჯას, მოითხოვდნენ საბჭოთა ჯარების გაყვანას. ატმოსფერო იყო ელექტრული, ყველა გრძნობდა, რომ ეს იყო ისტორიული მომენტი, რომ ეს იყო წერტილი, საიდანაც არ იყო უკან დაბრუნება. და ზუსტად ამ მომენტში, როდესაც მზე ჩადიოდა და ხალხი ელოდა ვინმეს, ვინც გამოხატავდა მათ გრძნობებს, ვინც ჩამოაყალიბებდა მათ მოთხოვნებს, ვინც მისცემდა მათ მიმართულებას. რუსთაველის გამზირის ბალკონზე გამოვიდა ზვიად გამსახურდია. ის იდგა იქ, უყურებდა ამ უზარმაზარ ბრბოს ადამიანებისა და იცოდა, რომ მოვიდა მომენტი. მან დაიწყო საუბარი, ის საუბრობდა აპრილის მე-9-ზე, საუბრობდა მსხვერპლებზე, საუბრობდა იმაზე, რომ საქართველო უნდა იყოს თავისუფალი. და შემდეგ, ზუსტად 30 წუთის შემდეგ, როდესაც ხალხი უკვე იყო სრულიად მისი გავლენის ქვეშ, როდესაც ყველა ელოდა იმ სიტყვებს, რომლებიც ჩამოაყალიბებდა მათ ბრძოლას, გამსახურდიამ თქვა, საქართველო უნდა იყოს ქართველების ქვეყანა. 7 სიტყვა. 7 მარტივი სიტყვა. მაგრამ ეს 7 სიტყვა შეიცავდა იმდენ მნიშვნელობას, იმდენ იმპლიკაციას, იმდენ შედეგს, რომ ისინი შეცვლიდა საქართველოს ისტორიას მომდევნო 30 წლის განმავლობაში. ხალხი აფეთქდა აპლოდისმენტებით. ასობით ათასი ადამიანი იყვირებდა, იცეკვებდა, ტიროდა. ისინი გრძნობდნენ, რომ ეს იყო ის, რისი თქმაც მათ სურდათ. მაგრამ ვერ იცოდნენ, როგორ ჩამოეყალიბებინათ. გამსახურდიამ მისცა მათ ეს ფორმულირება. მან მისცა მათ ეს მანიფესტი. მან მისცა მათ ეს იდენტობა. მაგრამ რას ნიშნავდა ეს ფრაზა რეალურად? რას გულისხმობდა გამსახურდია, როდესაც ის ამბობდა ქართველების ქვეყანა? და როგორ რეაგირებდნენ ის ადამიანები, რომლებიც არ იყვნენ ქართველები, მაგრამ ცხოვრობდნენ საქართველოში?
იმ ღამეს 1999 წლის აგვისტოს 24-ს სხვადასხვა რეგიონებში საქართველოსას, სადაც ცხოვრობდნენ ეროვნული უმცირესობები, ადამიანები უყურებდნენ ტელევიზორს და ისმენდნენ გამსახურდიას სიტყვებს. აფხაზეთში, სადაც აფხაზები შეადგენდნენ მნიშვნელოვან ნაწილს მოსახლეობისა, ისინი ისმენდნენ ამ ფრაზას და გრძნობდნენ შიშს. რას ნიშნავდა ქართველების ქვეყანა მათთვის? ნიშნავდა თუ არა ეს, რომ ისინი აღარ იყვნენ სრულუფლებიანი მოქალაქეები? ნიშნავდა თუ არა ეს, რომ მათი ენა, მათი კულტურა, მათი იდენტობა აღარ იქნებოდა დაცული? სამხრეთ ოსეთში, სადაც ოსები უკვე იყვნენ კონფლიქტში ქართულ ხელისუფლებასთან, ისინი ისმენდნენ ამ ფრაზას და გრძნობდნენ, რომ ეს იყო გამოცხადება ომისა. ნიშნავდა თუ არა ეს, რომ ქართველები აპირებდნენ მათ გაძევებას? ნიშნავდა თუ არა ეს, რომ მათ არ ჰქონდათ მომავალი საქართველოში? ქვემო ქართლში, სადაც ცხოვრობდნენ აზერბაიჯანელები, ისინი ისმენდნენ ამ ფრაზას და გრძნობდნენ გაურკვევლობას. ისინი ცხოვრობდნენ საქართველოში თაობების განმავლობაში, მაგრამ ისინი არ იყვნენ ქართველები. რას ნიშნავდა ეს მათთვის? ჯავახეთში, სადაც ცხოვრობდნენ სომხები, ისინი ისმენდნენ ამ ფრაზას და გრძნობდნენ დაბნეულობას. ისინი იყვნენ ლოიალური მოქალაქეები, მაგრამ ისინი ინარჩუნებდნენ თავიანთ სომხურ იდენტობას. რას ნიშნავდა ქართველების ქვეყანა მათთვის? და ყველაზე მნიშვნელოვანი, როგორ რეაგირებდა გამსახურდია და მისი თანამოაზრეები ამ შიშებზე? აპირებდნენ თუ არა ისინი დამშვიდებას უმცირესობებისა? თუ პირიქით, აპირებდნენ ისინი გაძლიერებას ნაციონალისტური პოლიტიკისა? 1999 წლის სექტემბერში სვიად გამსახურდია გახდა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პოლიტიკური ფიგურა საქართველოში. მისი ფრაზა „საქართველო უნდა იყოს ქართველების ქვეყანა“ გახდა სლოგანი ნაციონალისტური მოძრაობისა. ადამიანები წერდნენ მას პლაკატებზე, იყურებდნენ მას დემონსტრაციებზე, იმეორებდნენ მას საუბრებში. მაგრამ რას ნიშნავდა ეს ფრაზა რეალურად? გამსახურდია იძლეოდა ინტერვიუებს, სადაც ისხსნიდა თავის ხედვას. ის ამბობდა, რომ ქართველების ქვეყანა არ ნიშნავდა ეთნიკურ წმენდას, არ ნიშნავდა უმცირესობების დევნას. ის ამბობდა, რომ ეს ნიშნავდა იმას, რომ საქართველო უნდა იყოს სახელმწიფო, სადაც ქართული ენა, ქართული კულტურა, ქართული იდენტობა იქნებოდა დომინანტური. ის ამბობდა, რომ უმცირესობებს ექნებოდათ უფლებები, მაგრამ ისინი უნდა მიიღონ ქართული კულტურა, უნდა ისწავლონ ქართული ენა. უნდა ინტეგრირდნენ ქართულ საზოგადოებაში. მაგრამ ბევრი ადამიანი ისმენდა ამ სიტყვებს და ხედავდა მათში სხვა მნიშვნელობას. ისინი ხედავდნენ მათში მოთხოვნას ასიმილაციისა, მოთხოვნას უარის თქმისა საკუთარ იდენტობაზე, მოთხოვნას გახდნენ ქართველები ან დატოვონ ქვეყანა. და ეს შიშები არ იყო უსაფუძვლო. რადგან გამსახურდიას თანამოაზრეები, ის ადამიანები, რომლებიც აყალიბებდნენ ნაციონალისტურ მოძრაობას, რეალურად თვლიდნენ, რომ საქართველო უნდა იყოს ეთნიკურად ერთგვაროვანი სახელმწიფო. ისინი რეალურად თვლიდნენ, რომ უმცირესობები იყვნენ პრობლემა, რომ ისინი იყვნენ საფრთხე ქართული იდენტობისთვის. და ისინი იწყებდნენ მოქმედებას ამ შეხედულებების საფუძველზე. რა იყო ეს მოქმედებები? როგორ რეაგირებდნენ უმცირესობები? და როგორ ვითარდებოდა სიტუაცია 1999 წლის ბოლოს და 1995 წლის დასაწყისში? 1995 წლის მარტში საქართველოში ჩატარდა პირველი მრავალპარტიული არჩევნები. სვიად გამსახურდიას პარტია „მრგვალი მაგიდა“ თავისუფალი საქართველო მოიპოვებდა აბსოლუტურ უმრავლესობას 50%-ზე მეტ ხმებისა. ეს იყო უპრეცედენტო გამარჯვება, რომელიც აჩვენებდა, რომ გამსახურდიას იდეები, მისი ხედვა, მისი ფრაზა „საქართველო უნდა იყოს ქართველების ქვეყანა“ რეზონანსს იწვევდა უმრავლესობაში ქართველებისა. 1995 წლის აპრილის 19 რიცხვს საქართველომ გამოაცხადა დამოუკიდებლობა საბჭოთა კავშირისგან. და 1995 წლის მაისის 26 რიცხვს სვიად გამსახურდია აირჩიეს საქართველოს პირველ პრეზიდენტად, ის მიიღო 86% ხმებისა. ეს იყო ტრიუმფი. ეს იყო ვალიდაცია მისი ხედვისა. ეს იყო დადასტურება იმისა, რომ ქართველები მხარს უჭერდნენ მის იდეას ქართველების ქვეყნის შესახებ. მაგრამ ეს ტრიუმფი იყო დასაწყისი ტრაგედიისა. რადგან როდესაც გამსახურდია გახდა პრეზიდენტი, როდესაც მას ჰქონდა რეალური ძალაუფლება, ის დაიწყო იმ პოლიტიკის განხორციელება, რომელიც იყო დაფუძნებული მის ფრაზაზე. და ეს პოლიტიკა გამოიწვევდა კონფლიქტებს, ომებს, ტრაგედიებს. რა იყო ეს პოლიტიკა? როგორ რეაგირებდნენ უმცირესობები? და როგორ დაიწყო ის პროცესები, რომლებიც მიგვიყვანდა სამოქალაქო ომამდე?
1995 წლის ივნისში პრეზიდენტ გამსახურდიას ადმინისტრაციამ დაიწყო პოლიტიკა, რომელსაც ოფიციალურად უწოდებდნენ ეროვნული სახელმწიფოს მშენებლობას, მაგრამ რომელიც რეალურად იყო ქართული ეთნოკრატიის დამკვიდრება. პირველი ნაბიჯი იყო ენობრივი რეფორმა. ყველა სახელმწიფო დაწესებულებაში, ყველა სკოლაში, ყველა უნივერსიტეტში ქართული ენა გახდა ერთადერთი ოფიციალური ენა. ეს ნიშნავდა, რომ აფხაზები, რომლებიც არ იცოდნენ ქართულად, აღარ შეეძლოთ მუშაობა სახელმწიფო სტრუქტურებში. ეს ნიშნავდა, რომ ოსები, რომლებიც არ იცოდნენ ქართულად, აღარ შეეძლოთ განათლების მიღება თავიანთ ენაზე. ეს ნიშნავდა, რომ სომხები და აზერბაიჯანელები, რომლებიც ცხოვრობდნენ საქართველოში თაობების განმავლობაში, უნდა ასიმილირებულიყვნენ, ან დაკარგონ თავიანთი უფლებები. მაგრამ ეს იყო მხოლოდ დასაწყისი. გამსახურდიას ადმინისტრაცია ასევე დაიწყო რეფორმა ადმინისტრაციულ სტრუქტურაში. ავტონომიური რეგიონების, როგორიცაა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, უფლებები შემცირდა, მათი ბიუჯეტები შემცირდა, მათი პოლიტიკური წარმომადგენლობა შემცირდა. ეს იყო პირდაპირი შეტევა იმ უმცირესობების წინააღმდეგ, რომლებიც ცხოვრობდნენ ამ რეგიონებში. და ყველაზე საშიში იყო რიტორიკა, რომელიც მოდიოდა თავად პრეზიდენტისგან და მისი გარემოცვისგან. ისინი საუბრობდნენ იმაზე, რომ უმცირესობები იყვნენ მეხუთე კოლონა, რომ ისინი იყვნენ რუსეთის აგენტები, რომ ისინი იყვნენ საფრთხე ქართული სახელმწიფოსთვის. ეს რიტორიკა აღძრავდა შიშს, აღძრავდა სიძულვილს, აღძრავდა ძალადობას. როგორ რეაგირებდნენ უმცირესობები ამ პოლიტიკაზე? რა ხდებოდა აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში? და როგორ ემზადებოდნენ ისინი დაცვისთვის თავიანთი უფლებებისა? აფხაზეთში, სადაც აფხაზები შეადგენდნენ დაახლოებით 17%-ს მოსახლეობისა, ხოლო ქართველები 50%-ს, გამსახურდიას პოლიტიკა აღიქმებოდა როგორც ეგზისტენციალური საფრთხე. აფხაზური ლიდერები, რომლებიც ხელმძღვანელობდნენ აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკას, იწყებდნენ საუბარს დამოუკიდებლობაზე. ისინი ამბობდნენ, რომ თუ საქართველო აპირებს ქართული ეთნოკრატიის დამკვიდრებას, მაშინ აფხაზებს არ ჰქონდათ არჩევანი, ისინი უნდა გამოეხოთ საქართველოს. 1995 წლის აგვისტოში აფხაზეთის უზენაესმა საბჭომ მიიღო დეკლარაცია, სადაც აცხადებდა აფხაზეთის სუვერენიტეტს. ეს იყო პირდაპირი გამოწვევა თბილისის ხელისუფლებისთვის. გამსახურდია რეაგირებდა მკვეთრად, ის აცხადებდა, რომ აფხაზეთი არის განუყოფელი ნაწილი საქართველოსა. რომ აფხაზური ლიდერები არიან სეპარატისტები და ღალატები, რომ თბილისი გამოიყენებს ყველა საშუალებას ტერიტორიული მთლიანობის შესანარჩუნებლად. მაგრამ რას ნიშნავდა ყველა საშუალება? ნიშნავდა თუ არა ეს სამხედრო ძალის გამოყენებას. და როგორ ემზადებოდნენ ორივე მხარე იმ კონფლიქტისთვის, რომელიც მოვიდოდა? სამხრეთ ოსეთში სიტუაცია იყო კიდევ უფრო დაძაბული. ოსები, რომლებიც შეადგენდნენ უმრავლესობას ამ რეგიონში, უკვე 1998 წლიდან იყვნენ კონფლიქტში ქართულ ხელისუფლებასთან. ისინი მოითხოვდნენ გაერთიანებას ჩრდილოეთ ოსეთთან, რომელიც იყო რუსეთის ფედერაციის ნაწილი. გამსახურდიას მოსვლა ხელისუფლებაში გააძლიერა ამ მოთხოვნებს. 1995 წლის სექტემბერში სამხრეთ ოსეთის უზენაესმა საბჭომ გამოაცხადა სამხრეთ ოსეთის დემოკრატიული რესპუბლიკა და მოითხოვა გამოსვლა საქართველოს შემადგენლობიდან. გამსახურდიას რეაქცია იყო დაუყოვნებელი და რადიკალური, ის გააუქმა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი, გაგზავნა ქართული შინაგანი ჯარები რეგიონში, დაბლოკა ცხინვალი, სამხრეთ ოსეთის დედაქალაქი. ეს იყო დასაწყისი ომისა, რომელიც გაგრძელდებოდა 2 წლის განმავლობაში და მოკლავდა ათასობით ადამიანს. მაგრამ რატომ გამსახურდია აირჩია ეს გზა? რატომ არ სცადა მოლაპარაკება? რატომ არ სცადა კომპრომისი? პასუხი იყო მის ფუნდამენტურ რწმენაში, საქართველო უნდა იყოს ქართველების ქვეყანა. ეს ფრაზა არ იყო მხოლოდ სლოგანი, არ იყო მხოლოდ რიტორიკა. ეს იყო პოლიტიკური პროგრამა, რომელიც გულისხმობდა, რომ ყველა ტერიტორია, რომელიც ისტორიულად ეკუთვნოდა საქართველოს, უნდა იყოს ქართული კონტროლის ქვეშ და ყველა მოსახლეობა, რომელიც ცხოვრობდა ამ ტერიტორიებზე, უნდა მიიღოს ქართული იდენტობა ან დატოვოს. ეს იყო ის ლოგიკა, რომელიც მიგვიყვანდა ომამდე. მაგრამ როგორ რეაგირებდა საერთაშორისო საზოგადოება ამ კონფლიქტებზე? რა როლს თამაშობდა რუსეთი? და როგორ იცვლებოდა თავად გამსახურდია ამ ომების პროცესში? 1995 წლის ბოლოს და 1996 წლის დასაწყისში ზვიად გამსახურდია იყო პრეზიდენტი, რომელიც იბრძოდა ორ ფრონტზე, აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში. მაგრამ ის ასევე იბრძოდა მესამე ფრონტზე, შინაგან ფრონტზე.
რადგან მისი რადიკალური პოლიტიკა, მისი ავტორიტარული სტილი, მისი უკომპრომისო პოზიცია იწვევდა უკმაყოფილებას არა მხოლოდ უმცირესობებში, არამედ თავად ქართველებში. ოპოზიცია, რომელიც შედგებოდა ყოფილი დისიდენტებისგან, ინტელექტუალებისგან, პოლიტიკოსებისგან, იწყებდა აქციებს გამსახურდიას წინააღმდეგ. ისინი აკრიტიკებდნენ მას ავტორიტარიზმში, აკრიტიკებდნენ მას მედიის ცენზურაში. აკრიტიკებდნენ მას პოლიტიკური დევნებში. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ისინი აკრიტიკებდნენ მას მის ეთნოცენტრულ პოლიტიკაში. ისინი ამბობდნენ, რომ საქართველო უნდა იყოს ქართველების ქვეყანა არის საშიში იდეა, რომელიც იწვევს კონფლიქტებს, რომელიც ანადგურებს ქვეყანას, რომელიც აქცევს საქართველოს იზოლირებულ ნაციონალისტურ სახელმწიფოდ. გამსახურდია რეაგირებდა ამ კრიტიკაზე აგრესიულად, ის უწოდებდა ოპოზიციას ეროვნულ ღალატებს, რუსეთის აგენტებს, ქვეყნის მოღალატეებს. ის იყენებდა სახელმწიფო რესურსებს მათი დასაშლელად, იყენებდა პოლიციას მათი დასაშინებლად, იყენებდა მედიას მათი დისკრედიტაციისთვის. ეს იყო დასაწყისი იმ პროცესისა, რომელიც მიგვიყვანდა სამოქალაქო ომამდე. რადგან როდესაც პრეზიდენტი იწყებს საკუთარი მოქალაქეების მოხსენიებას როგორც მტრებისა, როდესაც ის იყენებს ძალას პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ, როდესაც ის ანადგურებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს. მაშინ ქვეყანა მიდის ქაოსისკენ. და ზუსტად ეს ხდებოდა საქართველოში 1996 წლის პირველ ნახევარში. როგორ რეაგირებდა საზოგადოება? ვინ უჭერდა მხარს გამსახურდიას? და ვინ ემზადებოდა მის დამხობისთვის? 1996 წლის აგვისტოში თბილისში მოხდა რაღაც, რაც შეცვლიდა ყველაფერს. ოპოზიციამ, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ტენგიზ სიგუა და ყოფილი თავდაცვის მინისტრი ტენგიზ კიტოვანი, ორგანიზება გააკეთა მასშტაბური დემონსტრაცია რუსთაველის გამზირზე. ათობით ათასი ადამიანი მოითხოვდა გამსახურდიას გადადგომას. ისინი ამბობდნენ, რომ ის დაკარგა ლეგიტიმაცია, რომ ის ანადგურებს ქვეყანას, რომ ის უნდა წავიდეს. გამსახურდია რეაგირებდა მობილიზებით თავისი მხარდამჭერებისა, ის მოუწოდებდა მათ დაეცვათ პრეზიდენტი, დაეცვათ ლეგიტიმური ხელისუფლება. დაეცვათ ქართველების ქვეყანა. და ასობით ათასი ადამიანი გამოდიოდა ქუჩებში მის მხარდასაჭერად. საქართველო იყოფოდა ორ ბანაკად, ერთი, რომელიც უჭერდა მხარს გამსახურდიას და მის ხედვას ქართველების ქვეყნის შესახებ, და მეორე, რომელიც ეწინააღმდეგებოდა მას და მოითხოვდა უფრო ინკლუზიურ, უფრო დემოკრატიულ საქართველოს. ეს დაყოფა იყო არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ იდეოლოგიური, კულტურული, თუნდაც ფსიქოლოგიური. ეს იყო დაყოფა ორ განსხვავებულ ხედვას შორის თუ რა უნდა იყოს საქართველო. და ეს დაყოფა მიგვიყვანდა ძალადობისკენ. 1996 წლის სექტემბერში დაიწყო შეიარაღებული შეტაკებები თბილისის ქუჩებში. ოპოზიციის მხარდამჭერები და გამსახურდიას მხარდამჭერები ებრძოდნენ ერთმანეთს. პოლიცია ვერ აკონტროლებდა სიტუაციას. ქვეყანა იყო ქაოსის ზღვარზე. და ზუსტად ამ მომენტში, როდესაც ყველაფერი ინგრეოდა, როდესაც საქართველო იყო სამოქალაქო ომის ზღვარზე, მოხდა რაღაც, რაც შეცვლიდა ისტორიის მიმდინარეობას. რა იყო ეს? ვინ იყო ის ძალა, რომელმაც საბოლოოდ დაამხო გამსახურდია? და როგორ დასრულდა ის ისტორია, რომელიც დაიწყო 1999 წლის აგვისტოში, როდესაც გამსახურდიამ თქვა, საქართველო უნდა იყოს ქართველების ქვეყანა? 1996 წლის დეკემბრის 42 რიცხვს ოპოზიციის შეიარაღებული ფორმირებები, რომლებსაც ხელმძღვანელობდა ყოფილი პრემიერ-მინისტრი ტენგიზ სიგუა და ყოფილი თავდაცვის მინისტრი ტენგიზ კიტოვანი, შეიჭრნენ სამთავრობო უბანში და დაიწყეს შტურმი პრეზიდენტის სასახლისა. ეს იყო სამხედრო გადატრიალება, რომელიც მიზნად ისახავდა გამსახურდიას დამხობას. გამსახურდია იყო სასახლეში, გარშემორტყმული თავისი ერთგული გვარდიით და ის უარს ამბობდა დანებებაზე. მომდევნო ორი კვირის განმავლობაში თბილისი იყო ომის ზონა, ტანკები ქუჩებში სროლები ყოველდღე, ასობით მოკლული და დაჭრილი. ეს იყო სამოქალაქო ომი, რომელიც იბრძოდა არა ტერიტორიებისთვის, არამედ იდეებისთვის, იდეისთვის თუ რა უნდა იყოს საქართველო. 1996 წლის დეკემბრის 35 რიცხვს, როდესაც სიტუაცია გახდა უიმედო, როდესაც გამსახურდიას ძალები იყვნენ დამარცხებულნი, პრეზიდენტი და მისი ოჯახი გაიქცნენ სასახლიდან და გაემგზავრნენ დასავლეთ საქართველოში, სადაც მას ჰყავდა მხარდამჭერები. მაგრამ ეს არ იყო დასასრული. ეს იყო დასაწყისი ახალი ფაზისა, როდესაც გამსახურდია გახდებოდა ხელისუფლებიდან გადაგდებული ლიდერი, რომელიც აგრძელებდა ბრძოლას, რომელიც აგრძელებდა მოწოდებას თავისი მხარდამჭერებისთვის, რომელიც აგრძელებდა რწმენას თავის იდეაში, ქართველების ქვეყნის შესახებ. როგორ ცხოვრობდა ის ემიგრაციაში? რა იყო მისი გეგმები?
და როგორ დასრულდა მისი ცხოვრება. 1996 წლის დეკემბრის ბოლოდან 1998 წლის დეკემბრამდე ზვიად გამსახურდია ცხოვრობდა როგორც ემიგრანტი და როგორც პარტიზანი. ის გაიქცა ჩეჩნეთში, სადაც მას მიეცა თავშესაფარი ჩეჩნური ლიდერის ჯოხარ დუდაევის მიერ. იქიდან ის აგრძელებდა თავის პოლიტიკურ საქმიანობას, ის აქვეყნებდა მიმართვებს, ის ორგანიზებდა თავის მხარდამჭერებს საქართველოში, ის გეგმავდა დაბრუნებას. მისი მთავარი მესიჯი იყო, რომ ის იყო ლეგიტიმური პრეზიდენტი, რომ მისი დამხობა იყო უკანონო გადატრიალება, რომ ის დაბრუნდებოდა და აღადგენდა ქართველების ქვეყანას. 1998 წლის სექტემბერში გამსახურდია მართლაც დაბრუნდა საქართველოში. ის შემოვიდა დასავლეთ საქართველოში, სადაც მას ელოდნენ რამდენიმე ასეული შეიარაღებული მხარდამჭერი. მისი გეგმა იყო მარში თბილისისკენ, ხელისუფლების დაბრუნება, ქართველების ქვეყნის აღდგენა. მაგრამ ეს გეგმა ვერასოდეს განხორციელდა. რადგან 1998 წლის დეკემბრის 21 რიცხვს დასავლეთ საქართველოში, სოფელ ხიბულაში, ზვიად გამსახურდია გარდაიცვალა. ოფიციალური ვერსია იყო თვითმკვლელობა. მაგრამ მისი მხარდამჭერები ამბობდნენ სხვა ვერსიას, რომ ის მოკლეს, რომ ეს იყო პოლიტიკური მკვლელობა, რომ ეს იყო ელიმინაცია ადამიანისა, რომელიც წარმოადგენდა საფრთხეს ახალი ხელისუფლებისთვის. რა მოხდა რეალურად იმ დღეს? ვინ იყო პასუხისმგებელი? და რა იყო ის მემკვიდრეობა, რომელიც დატოვა ზვიად გამსახურდიამ და მისმა ფრაზამ, საქართველო უნდა იყოს ქართველების ქვეყანა? დღეს 30-ზე მეტი წლის შემდეგ გამსახურდიას გარდაცვალებისას საქართველო ჯერ კიდევ ცხოვრობს იმ შედეგებით, რომლებიც გამოიწვია მისმა პოლიტიკამ და მისმა ფრაზამ. აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი არიან ოკუპირებული ტერიტორიები, სადაც საქართველოს არ აქვს კონტროლი, სადაც ცხოვრობენ რუსული სამხედრო ბაზები, სადაც ქართველები, რომლებიც ცხოვრობდნენ იქ თაობების განმავლობაში, აღარ შეუძლიათ დაბრუნება. ეს არის პირდაპირი შედეგი იმ ეთნოცენტრული პოლიტიკისა, რომელიც დაიწყო გამსახურდიას მიერ. საქართველოს საზოგადოება ჯერ კიდევ არის გაყოფილი, ერთი ნაწილი, რომელიც თვლის გამსახურდიას ეროვნულ გმირად, ადამიანად, რომელმაც იბრძოლა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, და მეორე ნაწილი, რომელიც თვლის მას ავტორიტარულ ლიდერად, რომელმაც გამოიწვია კონფლიქტები და ტრაგედიები. ეს გაყოფა არის პირდაპირი შედეგი იმ იდეოლოგიისა, რომელიც ჩამოყალიბდა ფრაზაში საქართველო უნდა იყოს ქართველების ქვეყანა. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი არის ის, რომ ეს ფრაზა, ეს იდეა, ეს იდეოლოგია ჯერ კიდევ არსებობს საქართველოში. ჯერ კიდევ არიან პოლიტიკური ძალები, რომლებიც იყენებენ ნაციონალისტურ რიტორიკას, რომლებიც საუბრობენ ქართული იდენტობის დაცვაზე, რომლებიც ხედავენ უმცირესობებში საფრთხეს. ჯერ კიდევ არიან ადამიანები, რომლებიც თვლიან, რომ საქართველო უნდა იყოს ეთნიკურად ერთგვაროვანი სახელმწიფო. და ეს არის ის საფრთხე, რომელიც მოდის გამსახურდიას მემკვიდრეობიდან. რადგან როდესაც ერი განსაზღვრავს თავის თავს ეთნიკური ტერმინებით, როდესაც ის ხედავს უმცირესობებში საფრთხეს. როდესაც ის ცდილობს შექმნას ეთნოკრატია, მაშინ ის ქმნის კონფლიქტებს, ქმნის ძალადობას, ქმნის ტრაგედიებს. ეს არის გაკვეთილი, რომელიც საქართველომ უნდა ისწავლოს თავისი ისტორიიდან. მაგრამ ისწავლა თუ არა? ან ჯერ კიდევ არის საფრთხე, რომ ისტორია გაიმეორება? საქართველო უნდა იყოს ქართველების ქვეყანა. გაგრძელება 1998 წლის დეკემბრის 22 რიცხვს სოფელ ხიბულაში, სადაც იპოვეს გამსახურდიას სხეული, ადგილობრივმა მკვიდრებმა მოგვითხრეს ისტორია, რომელიც არასოდეს მოხდა ოფიციალურ ანგარიშებში. ისინი ამბობდნენ, რომ ბოლო ღამეს 21 რიცხვს ისმოდა ინტენსიური სროლა, რომელიც გაგრძელდა რამდენიმე საათის განმავლობაში. ისინი ამბობდნენ, რომ დილით, როდესაც ისინი გავიდნენ, ნახეს არაერთი, არამედ რამდენიმე სხეული, მაგრამ მხოლოდ გამსახურდიას სხეული იქნა ოფიციალურად აღიარებული. ისინი ამბობდნენ, რომ იქ იყვნენ ადამიანები სამხედრო ფორმაში, რომლებიც არ იყვნენ გამსახურდიას მხარდამჭერები, არამედ სხვა ძალები. ვინ იყვნენ ეს ადამიანები? რატომ არ არის ეს ინფორმაცია ოფიციალურ დოკუმენტებში? და რატომ 30 წლის შემდეგ ჯერ კიდევ არ არის დამოუკიდებელი გამოძიება გამსახურდიას სიკვდილის გარემოებების შესახებ? ეს კითხვები რჩება უპასუხოდ, მაგრამ ისინი მნიშვნელოვანია იმის გასაგებად, თუ როგორ დასრულდა ის ისტორია, რომელიც დაიწყო 1999 წლის აგვისტოში. გამსახურდიას დაკრძალვა მოხდა მხოლოდ 1998 წლის მარტში, 3 თვის შემდეგ მისი სიკვდილისა, და არა თბილისში, არამედ გროზნოში, ჩეჩნეთის დედაქალაქში. ეს იყო სიმბოლური მომენტი, პირველი პრეზიდენტი დამოუკიდებელი საქართველოსა, ადამიანი, რომელმაც თქვა, საქართველო უნდა იყოს ქართველების ქვეყანა, დაკრძალეს არა საკუთარ ქვეყანაში, არამედ უცხო მიწაზე. ეს იყო მეტაფორა იმისა, თუ როგორ დასრულდა მისი ხედვა ეთნიკურად წმენდა.
ნაციონალისტური საქართველოსა. მაგრამ მისი იდეები არ დაკრძალულა მასთან ერთად. ისინი გააგრძელეს ცხოვრება საქართველოს პოლიტიკურ დისკურსში, მისი მხარდამჭერების რიტორიკაში, ახალი თაობის ნაციონალისტების პროგრამებში. როგორ ვითარდებოდა ეს იდეები? ვინ იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც აგრძელებდნენ გამსახურდიას მემკვიდრეობას? და როგორ გავლენას ახდენდა ეს საქართველოს პოლიტიკაზე მომდევნო 10 წლეულების განმავლობაში? 1999-დან 2004 წლამდე საქართველოში ხელისუფლებაში იყო ედუარდ შევარდნაძე, ყოფილი საბჭოთა საგარეო საქმეთა მინისტრი, ადამიანი, რომელიც წარმოადგენდა სრულიად განსხვავებულ ხედვას საქართველოსთვის, არა ეთნოცენტრულს, არამედ მულტიეთნიკურს, არა იზოლაციონისტურს, არამედ ინტეგრირებულს საერთაშორისო საზოგადოებაში. მაგრამ გამსახურდიას მხარდამჭერები, რომლებიც თავს უწოდებდნენ ზვიადისტებს, აგრძელებდნენ ოპოზიციას. ისინი ორგანიზებდნენ აქციებს, აქვეყნებდნენ გაზეთებს, ქმნიდნენ პოლიტიკურ პარტიებს. მათი მთავარი მესიჯი იყო, რომ შევარდნაძე იყო ეროვნული ღალატი, რომ ისყიდდა საქართველოს ინტერესებს, რომ ის უგულებელყოფდა ქართველების ქვეყნის იდეას. ეს რიტორიკა პოულობდა რეზონანსს გარკვეულ ნაწილში საზოგადოებისა, განსაკუთრებით იმ ადამიანებში, რომლებიც იყვნენ იძულებით გადაადგილებული პირები აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან, ადამიანები, რომლებიც დაკარგეს თავიანთი სახლები, თავიანთი მიწები, თავიანთი მომავალი. ისინი ხედავდნენ გამსახურდიაში სიმბოლოს ბრძოლისას, სიმბოლოს წინააღმდეგობისას, სიმბოლოს იმისა, რომ ქართველებს ჰქონდათ უფლება დაებრუნებინათ ის, რაც დაკარგეს. მაგრამ ეს იყო ილუზია. რადგან რეალობა იყო, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი იყო დაკარგული არა იმიტომ, რომ შევარდნაძე იყო სუსტი, არამედ იმიტომ, რომ გამსახურდიას პოლიტიკამ გამოიწვია ის კონფლიქტები, რომლებმაც მიგვიყვან ამ დანაკარგებამდე. როგორ ხედავდნენ ამ რეალობას ზვიადისტები? როგორ ხსნიდნენ ისინი იმ წინააღმდეგობას? რომ მათი ლიდერის პოლიტიკა რეალურად გამოიწვია ის ტრაგედიები, რომლებსაც ისინი აკრიტიკებდნენ? 2013 წელს, როდესაც საქართველოში მოხდა ვარდების რევოლუცია და ხელისუფლებაში მოვიდა მიხეილ სააკაშვილი, ბევრმა იფიქრა, რომ ეს იქნებოდა ახალი დასაწყისი, რომ ახალი თაობა პოლიტიკოსებისა მოიტანდა ახალ ხედვას, რომ საქართველო გადალახავდა თავის ნაციონალისტურ წარსულს. მაგრამ რეალობა აღმოჩნდა უფრო რთული. სააკაშვილი, რომელიც იყო ახალგაზრდა, დასავლურად განათლებული, პროევროპული პოლიტიკოსი, მაინც იყენებდა ნაციონალისტურ რიტორიკას. ის საუბრობდა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე, საუბრობდა ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებაზე, საუბრობდა ქართული იდენტობის გაძლიერებაზე. და 2008 წელს, როდესაც მან სცადა სამხრეთ ოსეთის სამხედრო გზით დაბრუნება, ეს გადაიქცა კატასტროფად 5-დღიანი ომი რუსეთთან, რომელშიც საქართველო დამარცხდა. და რომლის შედეგად რუსეთმა აღიარა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა. ეს იყო პირდაპირი შედეგი იმ ლოგიკისა, რომელიც დაიწყო გამსახურდიას მიერ, ლოგიკისა, რომ ტერიტორიები უნდა დაბრუნდეს ძალით, რომ კომპრომისი არის სისუსტე, რომ ქართველების ქვეყანა ნიშნავს კონტროლს ყველა ტერიტორიაზე, რომელიც ისტორიულად ეკუთვნოდა საქართველოს. როგორ რეაგირებდა საზოგადოება ამ კატასტროფაზე? როგორ ხსნიდნენ პოლიტიკოსები ამ მარცხს? და ისწავლა თუ არა საქართველომ გაკვეთილი იმის შესახებ, რომ ნაციონალისტური რიტორიკა და ძალის გამოყენება არ არის გზა კონფლიქტების გადაჭრისკენ. 2012-დან დღემდე საქართველოში ხელისუფლებაში არის ქართული ოცნება, პარტია, რომელიც დაარსდა ბიძინა ივანიშვილის მიერ, ოლიგარქის მიერ, რომელმაც დახარჯა მილიარდები საქართველოს პოლიტიკაში შესასვლელად. ამ პარტიის რიტორიკა არის განსხვავებული, ისინი საუბრობენ პრაგმატიზმზე, საუბრობენ მშვიდობიან გზაზე, კონფლიქტების გადაჭრისთვის. საუბრობენ ბალანსზე დასავლეთთან და რუსეთთან ურთიერთობებში. მაგრამ ამავე დროს ისინი იყენებენ ნაციონალისტურ რიტორიკას, როდესაც ეს სჭირდებათ პოლიტიკური მხარდაჭერისთვის. ისინი საუბრობენ ტრადიციულ ღირებულებებზე, საუბრობენ ეროვნული იდენტობის დაცვაზე, საუბრობენ უცხო გავლენისგან თავის დაცვაზე. და ეს რიტორიკა პოულობს რეზონანსს იმ ნაწილში საზოგადოებისა, რომელიც ჯერ კიდევ იზიარებს გამსახურდიას იდეებს, რომელიც ჯერ კიდევ თვლის, რომ საქართველო უნდა იყოს ქართველების ქვეყანა. მაგრამ რას ნიშნავს ეს დღეს, 30-ზე მეტი წლის შემდეგ? ნიშნავს თუ არა ეს იმავე ეთნოცენტრულ პოლიტიკას? თუ ეს არის უფრო რბილი, უფრო ფრთხილი ვერსია იმავე იდეოლოგიისა? და რა არის საფრთხე, რომ ეს იდეოლოგია კვლავ იწვევს კონფლიქტებს, კვლავ იწვევს გაყოფას, კვლავ იწვევს ტრაგედიებს? დღეს, როდესაც თქვენ დადიხართ თბილისის ქუჩებში, თქვენ ხედავთ ორ განსხვავებულ საქართველოს. ერთი საქართველო არის ის, რომელიც ცხოვრობს ცენტრში.
სადაც არიან კაფეები, სადაც ახალგაზრდები საუბრობენ ინგლისურად, სადაც არიან გალერეები, სადაც ნაჩვენებია თანამედროვე ხელოვნებას, სადაც არიან ოფისები, სადაც მუშაობენ საერთაშორისო კომპანიები. ეს არის საქართველო, რომელიც ცდილობს ინტეგრირდეს ევროპაში, რომელიც ცდილობს იყოს თანამედროვე, ლიბერალური, მულტიკულტურული. მაგრამ არის სხვა საქართველო, ის, რომელიც ცხოვრობს პერიფერიაზე, სოფლებში, მცირე ქალაქებში, სადაც ადამიანები ბრძოლობენ გადარჩენისთვის, სადაც ადამიანები გრძნობენ, რომ ისინი დაივიწყეს, სადაც ადამიანები ეძებენ იდენტობას, ეძებენ მნიშვნელობას, ეძებენ იმედს. და ზუსტად ამ საქართველოში ნაციონალისტური რიტორიკა პოულობს ყველაზე ძლიერ რეზონანსს. რადგან როდესაც ადამიანები გრძნობენ, რომ ისინი კარგავენ კონტროლს თავიანთ ცხოვრებაზე, როდესაც ისინი გრძნობენ, რომ მათი კულტურა, მათი ენა, მათი იდენტობა არის საფრთხეში, ისინი ეძებენ მარტივ პასუხებს, ეძებენ ბრალდებულებს. ეძებენ გადაწყვეტილებებს, რომლებიც დაპირდებიან სწრაფ შედეგებს. და ნაციონალიზმის თავაზობს ამ მარტივ პასუხებს. პრობლემა არის სხვები, გადაწყვეტა არის ჩვენი გაძლიერება, მომავალი არის ჩვენი ქვეყანა. მაგრამ ეს მარტივი პასუხები არის საშიში. რადგან ისინი იწვევენ გაყოფას, იწვევენ კონფლიქტებს, იწვევენ ძალადობას. როგორ შეუძლია საქართველოს თავიდან აცილება ამ ხაფანგისა? როგორ შეუძლია მას შექმნას იდენტობა, რომელიც არის ინკლუზიური, არა ექსკლუზიური? როგორ შეუძლია მას შექმნა ხედვა მომავლისა, რომელიც არ არის დაფუძნებული ეთნიკურ ნაციონალიზმზე? პასუხი ამ კითხვებზე მოითხოვს გაგებას იმისა, თუ რა რეალურად ნიშნავდა გამსახურდიას ფრაზა, საქართველო უნდა იყოს ქართველების ქვეყანა. ეს ფრაზა არ იყო მხოლოდ პოლიტიკური სლოგანი. ეს იყო გამოხატულება ღრმა შიშისა, რომ ქართული კულტურა, ქართული ენა, ქართული იდენტობა გაქრებოდა საბჭოთა იმპერიის ასიმილაციის პოლიტიკის შედეგად. ეს იყო გამოხატულება ღრმა ტრაუმისა, რომელიც მოდიოდა საუკუნეების განმავლობაში იმპერიების მიერ დომინირებიდან რუსეთის იმპერიის მიერ, ოსმალეთის იმპერიის მიერ, სპარსეთის იმპერიის მიერ. ეს იყო გამოხატულება ღრმა სურვილისა, რომ საქართველო იყოს თავისუფალი, დამოუკიდებელი, სუვერენული. მაგრამ პრობლემა იყო ის, რომ ეს ფრაზა ასევე შეიცავდა ექსკლუზიურობას, იდეას, რომ საქართველო ეკუთვნის მხოლოდ ქართველებს, რომ სხვა ეთნიკური ჯგუფები, რომლებიც ცხოვრობდნენ საქართველოში, იყვნენ მეორე რიგის მოქალაქეები, ან საერთოდ არ იყვნენ ნამდვილი მოქალაქეები. ეს იყო ის ექსკლუზიურობა, რომელმაც გამოიწვია კონფლიქტები, რომელმაც გამოიწვია ომები, რომელმაც გამოიწვია ტრაგედიები. და ეს არის ის ექსკლუზიურობა, რომელიც ჯერ კიდევ არსებობს საქართველოს პოლიტიკურ დისკურსში, რომელიც ჯერ კიდევ იწვევს დაძაბულობას, რომელიც ჯერ კიდევ არის საფრთხე მომავლისთვის. როგორ შეუძლია საქართველოს გადალახვა ამ ექსკლუზიურობისა? როგორ შეუძლია მას შექმნა ნაციონალური იდენტობა, რომელიც არის დაფუძნებული არა ეთნიკურობაზე, არამედ მოქალაქეობაზე, არა წარსულზე, არამედ მომავალზე, არა გამორიცხვაზე, არამედ ჩართულობაზე? ზოგიერთი ექსპერტი ამბობს, რომ საქართველომ უნდა ისწავლოს გამოცდილება სხვა ქვეყნებისგან, რომლებმაც წარმატებით გადალახეს ეთნიკური ნაციონალიზმი და შექმნეს ინკლუზიური ნაციონალური იდენტობა. მაგალითად, კანადა, რომელიც არის მულტიკულტურული სახელმწიფო, სადაც ადამიანები სხვადასხვა ეთნიკური წარმოშობისა თვლიან თავს კანადელებად. ან შვეიცარია, რომელიც არის მულტიენოვანი სახელმწიფო, სადაც 4 ოფიციალური ენა თან არსებობს მშვიდობიანად. ან ამერიკის შეერთებული შტატები, რომელიც მიუხედავად ყველა პრობლემისა, შექმნა იდენტობა, რომელიც არის დაფუძნებული არა ეთნიკურობაზე, არამედ ღირებულებებზე, თავისუფლებაზე, დემოკრატიაზე, შესაძლებლობებზე. მაგრამ სხვა ექსპერტები ამბობენ, რომ საქართველოს სიტუაცია არის უნიკალური, რომ ის არ შეიძლება შედარდეს ამ ქვეყნებთან, რომ საქართველოს აქვს თავისი სპეციფიკური ისტორია, თავისი სპეციფიკური გამოწვევები, თავისი სპეციფიკური კონტექსტი. ისინი ამბობენ, რომ საქართველო არის მცირე ქვეყანა, რომელიც მდებარეობს გეოპოლიტიკურად რთულ რეგიონში, რომელიც აწყდება მუდმივ საფრთხეებს თავისი ტერიტორიული მთლიანობისთვის, რომელიც ცდილობს შეინარჩუნოს თავისი კულტურული იდენტობა ძლიერი მეზობლების ზეწოლის პირობებში. ისინი ამბობენ, რომ ამ კონტექსტში გარკვეული დონის ეთნიკური ნაციონალიზმი არის გარდაუვალი, თუნდაც საჭირო. მაგრამ ეს არგუმენტი არის საშიში. რადგან ის ამართლებს ექსკლუზიურობას, ამართლებს დისკრიმინაციას, ამართლებს კონფლიქტებს. და ის უგულებელყოფს იმ ფაქტს, რომ ზუსტად ეს ეთნიკური ნაციონალიზმი გამოიწვია ის პრობლემები, რომლებსაც საქართველო აწყდება დღეს. რომელი მიდგომა არის სწორი? როგორ შეუძლია საქართველოს ბალანსი შენარჩუნება თავისი კულტურული იდენტობისა და ინკლუზიური ნაციონალური იდენტობის შექმნას შორის? პასუხი შესაძლოა მდებარეობს არა ან არჩევანში, არამედ და მიდგომაში.
საქართველოს შეუძლია იყოს ქვეყანას, სადაც ქართული კულტურა, ქართული ენა, ქართული ისტორია არის დაფასებული და დაცული, მაგრამ სადაც ასევე არის ადგილი სხვა კულტურებისთვის, სხვა ენებისთვის, სხვა ისტორიებისთვის. საქართველოს შეუძლია იყოს ქვეყანას, სადაც ქართველობა არის ძირითადი იდენტობა, მაგრამ სადაც ეს იდენტობა არის განსაზღვრული არა ეთნიკურობით, არამედ მოქალაქეობით, არა წარმოშობით, არამედ არჩევანით, არა გამორიცხვით, არამედ ჩართულობით. ეს ნიშნავს, რომ ყველა ადამიანი, რომელიც ცხოვრობს საქართველოში, რომელიც იზიარებს საქართველოს ღირებულებებს, რომელიც წვლილს შეაქვს საქართველოს განვითარებაში, უნდა ჩაითვალოს ქართველად, მიუხედავად მისი ეთნიკური წარმოშობისა. ეს ნიშნავს, რომ აფხაზი, რომელიც ცხოვრობს საქართველოში და გრძნობს თავს ნაწილად საქართველოსა, უნდა ჩაითვალოს ქართველად. ეს ნიშნავს, რომ ოსი, რომელიც ცხოვრობს საქართველოში და წვლილს შეაქვს საქართველოს საზოგადოებაში, უნდა ჩაითვალოს ქართველად. ეს ნიშნავს, რომ სომეხი, აზერბაიჯანელი, რუსი, ბერძენი, ყველა, ვინც ირჩევს საქართველოს როგორც თავის სახლს, უნდა ჩაითვალოს ქართველად. ეს არის ის ხედვა, რომელიც შეუძლია გადალახოს გამსახურდიას მემკვიდრეობა, რომელიც შეუძლია შექმნას ნამდვილად ინკლუზიური საქართველო. მაგრამ ეს მოითხოვს ფუნდამენტურ ცვლილებას იმაში, თუ როგორ ფიქრობს საქართველო თავის თავზე. ეს მოითხოვს ფუნდამენტურ ცვლილებას პოლიტიკურ დისკურსში, განათლების სისტემაში, მედიაში, კულტურაში. ეს მოითხოვს ლიდერებს, რომლებიც ექნებათ გამბედაობა გამოწვევისთვის ნაციონალისტური რიტორიკისა, რომლებიც ექნებათ ხედვა ახალი საქართველოსა, რომლებიც ექნებათ ნება ამ ხედვის განხორციელებისთვის. არის თუ არა ასეთი ლიდერები საქართველოში დღეს? არის თუ არა ასეთი ნება საზოგადოებაში? ან ჯერ კიდევ არის საქართველო თქვა თავისი წარსულისა, თქვა გამსახურდიას ფრაზისას, საქართველო უნდა იყოს ქართველების ქვეყანა? დღეს 30-ზე მეტი წლის შემდეგ იმ დღისა, როდესაც გამსახურდიამ გამოთქვა ეს ფრაზა, საქართველო დგას გზაჯვარედინზე. ერთი გზა მიდის წარსულისკენ, სადაც ნაციონალიზმი, ექსკლუზიურობა, კონფლიქტები განსაზღვრავს ქვეყნის მომავალს. მეორე გზა მიდის მომავლისკენ, სადაც ინკლუზიურობა, მრავალფეროვნება, თანამშრომლობა ქმნის ახალ საქართველოს. არჩევანი ეკუთვნის საქართველოს მოქალაქეებს, ყველა მოქალაქეს, მიუხედავად მათი ეთნიკური წარმოშობისა. მაგრამ ეს არჩევანი მოითხოვს გაგებას იმისა, რომ ნაციონალიზმი, რომელიც არის დაფუძნებული ეთნიკურობაზე, არის გზა, რომელიც მიდის ტრაგედიისკენ. ეს არჩევანი მოითხოვს გაგებას იმისა, რომ ნამდვილი ძალა მოდის არა გამორიცხვიდან, არამედ ჩართულობიდან, არა ერთგვაროვნებიდან, არამედ მრავალფეროვნებიდან, არა წარსულიდან, არამედ მომავლიდან. ეს არჩევანი მოითხოვს გამბედაობას თქმისთვის, რომ საქართველო უნდა იყოს ქართველების ქვეყანა, არის ფრაზა, რომელმაც შეასრულა თავისი როლი ისტორიაში, მაგრამ რომელიც აღარ უნდა განსაზღვრავდეს საქართველოს მომავალს. ეს არჩევანი მოითხოვს ხედვას ახალი საქართველოსა, რომელიც არის სახლი ყველასთვის, ვინც ირჩევს მას, საქართველოსა, რომელიც არის ძლიერი თავისი მრავალფეროვნებით, საქართველოსა, რომელიც არის თავისუფალი, დემოკრატიული, ინკლუზიური. ეს არის ის საქართველო, რომელიც ღირს ბრძოლისთვის. ეს არის ის საქართველო, რომელიც ღირს მშენებლობისთვის. ეს არის ის საქართველო, რომელიც შეუძლია გახდეს მაგალითი მთელი რეგიონისთვის. მაგრამ ეს მოითხოვს არჩევანს, რომელიც უნდა გაკეთდეს დღეს, არა ხვალ, არა მომავალში. არამედ ახლა. რას აირჩევს საქართველო? რას აირჩევთ თქვენ? საქართველო უნდა იყოს ქართველების ქვეყანა. გაგრძელება 1998 წლის დეკემბრის 35 რიცხვს, სოფელ ხიბულაში, სადაც მოხდა გამსახურდიას ბოლო საათები, ადგილობრივი მოსახლეობა ყვებოდა დეტალებს, რომლებიც არასოდეს შევიდა ოფიციალურ ისტორიაში. ერთი მოხუცი ქალი, რომელიც ცხოვრობდა უახლოეს სახლში, იხსენებდა, რომ იმ ღამეს ისმოდა არა მხოლოდ სროლა, არამედ ხმები, რომლებიც ყვიროდნენ ქართულად, მაგრამ ასევე ხმები, რომლებიც საუბრობდნენ რუსულად. მისი ვაჟი, რომელიც იმ დროს იყო 30 წლის, ამბობდა, რომ დილით, როდესაც გავიდა, დაინახა არა ერთი, არამედ 3 სხეული, მაგრამ მალე მოვიდნენ სამხედრო მანქანები და წაიღეს 2 მათგანი. ეს მოწმეები ამბობდნენ, რომ მათ ეშინოდათ საუბარი, რადგან იცოდნენ, რომ ის, ვინც საუბრობდა, შეიძლებოდა გაქრებულიყო. ეს იყო ატმოსფერა იმ დროის საქართველოში, ატმოსფერა შიშისა, ატმოსფერა ეჩვისა. ატმოსფერა, სადაც ჭეშმარიტება იყო საშიში საქონელი. რატომ არ ჩატარდა დამოუკიდებელი გამოძიება? რატომ არ მოისმინეს ეს მოწმეები? რატომ დარჩა გამსახურდიას სიკვდილი გარშემორტყმული იდუმალებით? ეს კითხვები აწუხებს ათასობით ადამიანს საქართველოში, რომლებიც თვლიან, რომ მათ აქვთ უფლება იცოდნენ ჭეშმარიტება.
მაგრამ ჭეშმარიტება რჩება დამალული და ეს დამალვა თავისთავად არის ნაწილი იმ მემკვიდრეობისა, რომელიც დატოვა გამსახურდიამ, მემკვიდრეობისას, სადაც ძალაუფლება მნიშვნელოვანია ჭეშმარიტებაზე მეტად, სადაც პოლიტიკური ინტერესები მნიშვნელოვანია ადამიანურ ცხოვრებაზე მეტად, სადაც ნაციონალისტური რიტორიკა იყენება როგორც საფარველი რეალური პრობლემების დასამალად. 1999 წლის მარტში, როდესაც გამსახურდიას სხეული საბოლოოდ დაკრძალეს გროზნოში, მის დაკრძალვაზე მივიდნენ რამდენიმე ათასი ადამიანი, ქართველები, რომლებიც მოგზაურობდნენ საქართველოდან, ჩეჩნები, რომლებიც პატივს სცემდნენ მას როგორც მოკავშირეს, რუსი დისიდენტები, რომლებიც ხედავდნენ მასში სიმბოლოს წინააღმდეგობისა. მაგრამ ყველაზე საინტერესო იყო ის, რომ იქ იყვნენ ასევე აფხაზები და ოსები, ადამიანები იმ ეროვნული ჯგუფებიდან, რომლებთანაც გამსახურდია იყო კონფლიქტში. ისინი მოვიდნენ არა იმიტომ, რომ უყვარდათ გამსახურდია, არამედ იმიტომ, რომ ისინი ხედავდნენ მასში ტრაგიკულ ფიგურას, ადამიანს, რომელიც იყო თქო თავისი იდეოლოგიისა, ადამიანს, რომელიც ვერ შეძლო გადალახვა თავისი ნაციონალისტური შეხედულებებისა, ადამიანს, რომელიც საბოლოოდ გახდა მსხვერპლი იმ ძალებისა, რომლებიც თავად გააქტიურა. ერთი აფხაზი ინტელექტუალი, რომელიც დაესწრო დაკრძალვას, მოგვიანებით თქვა ინტერვიუში, გამსახურდია იყო ადამიანი, რომელსაც შეეძლო გამხდარიყო დიდი ლიდერი, მაგრამ ის აირჩია გზა, რომელიც მიგვიყვანდა ტრაგედიამდე. ის თქვა, საქართველო უნდა იყოს ქართველების ქვეყანა და ამ ფრაზამ განსაზღვრა არა მხოლოდ მისი ბედი, არამედ ბედი მთელი რეგიონისა. ეს სიტყვები შეიცავს ღრმა ჭეშმარიტებას იმის შესახებ, რომ ლიდერების არჩევანი, ლიდერების სიტყვები, ლიდერების იდეოლოგია აქვს შედეგები, რომლებიც სცილდება მათ პირად ბედს. როგორ გავლენას ახდენს ეს გაგება დღევანდელ საქართველოზე? როგორ ფიქრობენ ახალი თაობები გამსახურდიაზე და მის მემკვიდრეობაზე? 2010-იან წლებში, როდესაც ახალი თაობა ქართველებისა, რომლებიც არ იცნობდნენ საბჭოთა კავშირს, რომლებიც არ იცნობდნენ გამსახურდიას პირადად, დაიწყა საკუთარი ხედვის ჩამოყალიბება ისტორიის შესახებ, გამოჩნდა საინტერესო ტენდენცია. ზოგიერთი ახალგაზრდა ხედავდა გამსახურდიაში გმირს, ადამიანს, რომელმაც იბრძოლა და მოუკიდებლობისთვის, რომელმაც დაიცვა ქართული იდენტობა, რომელმაც არ შეურიგდა იმპერიას. მაგრამ სხვა ახალგაზრდები ხედავდნენ მასში გაფრთხილებას იმის შესახებ, თუ რა ხდება, როდესაც ნაციონალიზმი გადადის ზღვარს. როდესაც იდეოლოგია ხდება უფრო მნიშვნელოვანი ვიდრე ადამიანები, როდესაც ლიდერი კარგავს კავშირს რეალობასთან. ეს გაყოფა ახალგაზრდებში ასახავს უფრო ფართო გაყოფას საქართველოს საზოგადოებაში, გაყოფას იმის შესახებ, თუ რა უნდა იყოს საქართველოს იდენტობა, რა უნდა იყოს საქართველოს ღირებულებები, რა უნდა იყოს საქართველოს მომავალი. ზოგიერთი ახალგაზრდა ორგანიზაცია, რომელიც თავს უწოდებს ნაციონალისტურს, იყენებს გამსახურდიას სიმბოლოებს, იყენებს მის ციტატებს, იყენებს მის ფრაზას, საქართველო უნდა იყოს ქართველების ქვეყანა. ისინი ორგანიზებენ აქციებს უცხოელების წინააღმდეგ, აქციებს ლიბერალური პოლიტიკის წინააღმდეგ, აქციებს ყველაფრის წინააღმდეგ, რასაც ისინი თვლიან საფრთხედ ქართული იდენტობისთვის. მაგრამ არიან სხვა ახალგაზრდა ორგანიზაციები, რომლებიც ცდილობენ შექმნან ალტერნატიული ხედვა საქართველოსა, რომელიც არის ღია, ინკლუზიური, მრავალფეროვანი. ისინი ორგანიზებენ ფესტივალებს, სადაც წარმოდგენილია სხვადასხვა კულტურები, ორგანიზებენ დისკუსიებს, სადაც საუბრობენ ისტორიის სხვადასხვა ინტერპრეტაციებზე, ორგანიზებენ პროექტებს, რომლებიც აკავშირებენ ქართველებს და უმცირესობებს. ეს არის ბრძოლა მომავლისთვის, ბრძოლა იმის შესახებ, თუ რომელი ხედვა გაიმარჯვებს. რომელი მხარე არის ძლიერი? რომელი მხარე აქვს უფრო დიდი გავლენა? და რა როლს თამაშობს განათლების სისტემა, მედია, პოლიტიკური ლიდერები ამ ბრძოლაში? განათლების სისტემა საქართველოში თამაშობს კრიტიკულ როლს იმაში, თუ როგორ ახალგაზრდები ესმით თავიანთი ისტორია და თავიანთი იდენტობა. სკოლის სახელმძღვანელოებში, რომლებიც გამოიყენება დღეს, გამსახურდია წარმოდგენილია როგორც რთული ფიგურა, ერთი მხრივ როგორც დამოუკიდებლობის მებრძოლი, მეორე მხრივ როგორც ავტორიტარული ლიდერი. მაგრამ პრობლემა არის ის, რომ ეს სახელმძღვანელოები ხშირად არ აანალიზებენ ღრმად იმ იდეოლოგიას, რომელიც გამსახურდიამ წარმოადგინა, არ აანალიზებენ იმ შედეგებს, რომლებიც ამ იდეოლოგიამ გამოიწვია, არ აანალიზებენ იმ გაკვეთილებს, რომლებიც უნდა ისწავლოს საქართველომ ამ გამოცდილებიდან. ამის ნაცვლად ისინი ხშირად წარმოადგენენ ისტორიას როგორც მარტივ ნარატივს, სადაც არიან გმირები და ბოროტები, სადაც არიან მარტივი პასუხები რთულ კითხვებზე, სადაც არის ნაციონალისტური რიტორიკა, რომელიც არ ტოვებს ადგილს კრიტიკული აზროვნებისთვის. ეს არის საშიში, რადგან ის ნიშნავს, რომ ახალი თაობები იზრდებიან იმავე იდეოლოგიით, რომელმაც გამოიწვია კონფლიქტები წარსულში.
ზოგიერთი მასწავლებელი, რომელიც ცდილობს სწავლებას უფრო კრიტიკული მიდგომით, აწყდება წინააღმდეგობას მშობლებისგან, რომლებიც თვლიან, რომ ის არ ღვევს ეროვნულ ღირებულებებს, წინააღმდეგობას ადმინისტრაციისგან, რომელიც ეშინია პოლიტიკური შედეგებისა, წინააღმდეგობას თავად მოსწავლეებისგან, რომლებიც არ არიან მზად გამოწვევისთვის იმ ნარატივისა, რომელიც მათ ასწავლეს. როგორ შეიძლება შეცვლა ეს სისტემა? როგორ შეიძლება შექმნა განათლება, რომელიც ასწავლის კრიტიკულ აზროვნებას, რომელიც ასწავლის რთული ისტორიის გაგებას, რომელიც ამზადებს ახალგაზრდებს არა ნაციონალისტური იდეოლოგიისთვის, არამედ დემოკრატიული მოქალაქეობისთვის? მედია საქართველოში ასევე თამაშობს კრიტიკულ როლს იმაში, თუ როგორ საზოგადოება ესმის გამსახურდიას მემკვიდრეობა და ნაციონალიზმის როლი. ზოგიერთი მედია საშუალება, განსაკუთრებით ის, რომელიც არის ახლოს ნაციონალისტურ პოლიტიკურ ძალებთან, წარმოადგენს გამსახურდიას როგორც უდაო გმირს, როგორც ადამიანს, რომელმაც გაიღო გზა დამოუკიდებლობისკენ, როგორც ადამიანს, რომლის იდეები უნდა გაგრძელდეს დღესაც. ეს მედია საშუალებები რეგულარულად აქვეყნებენ სტატიებს, სადაც იყენებენ გამსახურდიას ციტატებს, სადაც აკრიტიკებენ ანტიგეროვნულ ძალებს, სადაც მოუწოდებენ ქართული იდენტობის დაცვას. მაგრამ არიან სხვა მედია საშუალებები, რომლებიც ცდილობენ უფრო დაბალანსებული მიდგომის შეთავაზებას, მიდგომისა, რომელიც აღიარებს გამსახურდიას როლს ისტორიაში, მაგრამ ასევე აკრიტიკებს მის პოლიტიკას, რომელიც აანალიზებს იმ შედეგებს, რომლებიც მოვიდა მისი იდეოლოგიიდან, რომელიც ცდილობს გაკვეთილების ამოღებას წარსულიდან. ეს მედია საშუალებები ხშირად აწყდებიან კრიტიკას იმაში, რომ ისინი არიან ანტიგეროვნული, რომ ისინი ემსახურებიან უცხო ინტერესებს, რომ ისინი ანადგურებენ ქართულ იდენტობას. ეს კრიტიკა თავისთავად არის ნაწილი იმ პრობლემისა, რომ საქართველოში ნებისმიერი კრიტიკა ნაციონალისტური იდეოლოგიისა აღიქმება როგორც ღალატი, როგორც თავდასხმა ქართულობაზე, როგორც საფრთხე ეროვნული უსაფრთხოებისთვის. როგორ შეიძლება შეცვლა ეს დინამიკა? როგორ შეიძლება შექმნა მედია გარემოს, სადაც შესაძლებელია ღია დისკუსია რთულ საკითხებზე, სადაც შესაძლებელია კრიტიკა ისტორიული ფიგურებისა, სადაც შესაძლებელია სხვადასხვა ხედვების თანაარსებობა? პოლიტიკური ლიდერები საქართველოში აქვთ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა იმაში, თუ როგორ ვითარდება დისკუსია გამსახურდიას მემკვიდრეობის შესახებ. ზოგიერთი პოლიტიკოსი, განსაკუთრებით ის, ვინც ეძებს მხარდაჭერას ნაციონალისტურად განწყობილ ამომრჩეველში, რეგულარულად იყენებს გამსახურდიას სიმბოლოებს და მის რიტორიკას. ისინი საუბრობენ ქართული იდენტობის დაცვაზე, საუბრობენ ეროვნული ინტერესების დაცვაზე, საუბრობენ უცხო გავლენისგან თავის დაცვაზე. ეს რიტორიკა არის პირდაპირი გაგრძელება გამსახურდიას იდეოლოგიისა და ის იწვევს იმავე პრობლემებს, ის ქმნის გაყოფას, ის ქმნის ეჭვს უმცირესობების მიმართ, ის ქმნის ატმოსფეროს, სადაც ნებისმიერი განსხვავებული აზრი აღიქმება როგორც საფრთხე. მაგრამ არიან სხვა პოლიტიკოსები, რომლებიც ცდილობენ შეთავაზებას განსხვავებული ხედვისა, რომელიც აღიარებს ქართული კულტურის მნიშვნელობას. მაგრამ ასევე აღიარებს მრავალფეროვნების მნიშვნელობას, რომელიც საუბრობს ეროვნულ ინტერესებზე, მაგრამ განსაზღვრავს მათ ინკლუზიურად, რომელიც ცდილობს აშენებას ხიდების არა კედლების. ეს პოლიტიკოსები ხშირად აწყდებიან გამოწვევებს იმაში, რომ მათი მესიჯი არის ნაკლებად ემოციური, ნაკლებად მობილიზებელი, ნაკლებად მარტივი, ვიდრე ნაციონალისტური რიტორიკა. მაგრამ ისინი აგრძელებენ ცდას, რადგან ისინი ესმით, რომ მომავალი საქართველოსა დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი ხედვა გაიმარჯვებს. რა შეუძლიათ ამ პოლიტიკოსებს გააკეთონ უფრო ეფექტურად? როგორ შეუძლიათ მათ მობილიზება საზოგადოებისა ინკლუზიური ხედვის გარშემო? და რა როლს თამაშობს საერთაშორისო საზოგადოება ამ პროცესში? საერთაშორისო საზოგადოება, განსაკუთრებით ევროპული კავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები, აქვს მნიშვნელოვანი გავლენა საქართველოს პოლიტიკურ განვითარებაზე. ეს ქვეყნები რეგულარულად აცხადებენ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა, მხარდაჭერას საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, მხარდაჭერას საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას. მაგრამ ამავე დროს ისინი ხშირად თავს არიდებენ პირდაპირ კრიტიკას ნაციონალისტური რიტორიკისა, რომელიც არსებობს საქართველოს პოლიტიკურ დისკურსში. ისინი ხშირად თავს არიდებენ პირდაპირ საუბარს იმ პრობლემებზე, რომლებიც დაკავშირებულია უმცირესობების უფლებებთან, რომლებიც დაკავშირებულია ეთნიკურ დისკრიმინაციასთან, რომლებიც დაკავშირებულია ნაციონალისტური იდეოლოგიის გავლენასთან. ეს თავშეკავება არის გასაგები, დასავლეთი არ სურს ჩარევა საქართველოს შინაგან საქმეებში, არ სურს გაღიზიანება ქართული საზოგადოებისა, არ სურს რისკი იმისა, რომ მისი კრიტიკა გამოყენებული იქნება ნაციონალისტური ძალების მიერ როგორც მტკიცებულება უცხო ჩარევისა. მაგრამ ეს თავშეკავება ასევე არის პრობლემატური, რადგან ის ტოვებს სივრცეს ნაციონალისტური რიტორიკისთვის, ტოვებს სივრცეს იმ იდეოლოგიისთვის,
რომელიც არის საფრთხე დემოკრატიული განვითარებისთვის. რა შეუძლია საერთაშორისო საზოგადოებამ გააკეთოს უფრო ეფექტურად? როგორ შეუძლია მას მხარდაჭერა იმ ძალებისა საქართველოში, რომლებიც ცდილობენ შექმნას ინკლუზიური, დემოკრატიული საზოგადოება? და როგორ შეუძლია მას ეს გააკეთოს ისე, რომ არ გამოიწვიოს უკუშედეგი? პასუხი ამ კითხვებზე მოითხოვს გაგებას იმისა, რომ გამსახურდიას მემკვიდრეობა არის არა მხოლოდ საქართველოს პრობლემა, არამედ რეგიონული პრობლემა. რადგან ის იდეოლოგია, რომელიც გამსახურდიამ წარმოადგინა, იდეოლოგია ეთნიკური ნაციონალიზმისა, იდეოლოგია ექსკლუზიურობისა, იდეოლოგია ჩვენი ქვეყანა ჩვენი ხალხისთვის არის იდეოლოგია, რომელიც არსებობს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ რეგიონში. ეს არის იდეოლოგია, რომელიც არსებობს სომხეთში, სადაც ზოგიერთი პოლიტიკური ძალა საუბრობს სომხური სომხეთის შესახებ. ეს არის იდეოლოგია, რომელიც არსებობს აზერბაიჯანში, სადაც ზოგიერთი პოლიტიკური ძალა საუბრობს აზერბაიჯანული აზერბაიჯანის შესახებ. ეს არის იდეოლოგია, რომელიც არსებობს რუსეთში, სადაც ის არის ოფიციალური პოლიტიკა. ეს არის იდეოლოგია, რომელიც იწვევს კონფლიქტებს, რომელიც იწვევს ომებს, რომელიც იწვევს ტრაგედიებს მთელ რეგიონში. და ამიტომ გამსახურდიას მემკვიდრეობის გადალახვა საქართველოში არის მნიშვნელოვანი არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის. ეს შეიძლება იყოს მაგალითი, ეს შეიძლება იყოს ინსპირაცია, ეს შეიძლება იყოს გზა წინ. მაგრამ ეს მოითხოვს გამბედაობას თქმისთვის, რომ ეთნიკური ნაციონალიზმი არის ჩიხი, არა გზა, გამბედაობას შექმნისთვის ახალი ხედვა, რომელიც არის დაფუძნებული ინკლუზიურობაზე, არა ექსკლუზიურობაზე, გამბედაობას ბრძოლისთვის ამ ხედვის განხორციელებისთვის. არის თუ არა ეს გამბედაობა საქართველოში დღეს? არის თუ არა ეს გამბედაობა რეგიონში? ან ჯერ კიდევ ვართ ტყვეები ჩვენი წარსულისა, ტყვეები ჩვენი შიშებისა. ტყვეები იმ იდეოლოგიისა, რომელიც წარმოდგენილია ფრაზაში საქართველო უნდა იყოს ქართველების ქვეყანა? დღეს, როდესაც ვუყურებთ უკან 1999 წლის აგვისტოს 24 რიცხვს, როდესაც გამსახურდიამ თქვა ის ფრაზა, რომელმაც შეცვალა საქართველოს ისტორია, ჩვენ ვხედავთ არა მხოლოდ ისტორიულ მომენტს, არამედ გაფრთხილებას. გაფრთხილებას იმის შესახებ, რომ სიტყვებს აქვთ ძალა, რომ იდეოლოგიას აქვს შედეგები, რომ ლიდერების არჩევანი განსაზღვრავს ერების ბედს. გამსახურდია იყო ადამიანი, რომელსაც ჰქონდა ხედვა, ჰქონდა გამბედაობა, ჰქონდა მხარდამჭერები. მაგრამ მისი ხედვა იყო ხედვა, რომელიც დაფუძნებული იყო ექსკლუზიურობაზე, არა ინკლუზიურობაზე. მისი გამბედაობა იყო გამბედაობა, რომელიც არ ითვალისწინებდა შედეგებს. მისი მხარდამჭერები იყვნენ ადამიანები, რომლებიც ეძებდნენ მარტივ პასუხებს რთულ კითხვებზე. და შედეგი იყო ტრაგედია, რომელიც ჯერ კიდევ გრძნობს საქართველოს, რომელიც ჯერ კიდევ აყოფს საქართველოს. რომელიც ჯერ კიდევ განსაზღვრავს საქართველოს პოლიტიკურ დისკურსს. მაგრამ ისტორია არ არის განსაზღვრული. მომავალი არ არის წერილი. საქართველოს აქვს არჩევანი გაგრძელებისთვის იმ გზით, რომელიც დაიწყო გამსახურდიამ, ან არჩევანი ახალი გზის შექმნისთვის. ეს არჩევანი ეკუთვნის არა პოლიტიკოსებს, არა ელიტას, არა ისტორიკოსებს. ეს არჩევანი ეკუთვნის ყველა მოქალაქეს საქართველოსა, ყველა მოქალაქეს, მიუხედავად მათი ეთნიკური წარმოშობისა, მიუხედავად მათი პოლიტიკური შეხედულებებისა, მიუხედავად მათი წარსულისა. რას აირჩევს საქართველო? რას აირჩევთ თქვენ? ეს არის კითხვა, რომელზეც პასუხი უნდა გაიცეს არა ხვალ, არა მომავალში, არამედ დღეს, როდესაც ჯერ კიდევ არის დრო, როდესაც ჯერ კიდევ არის შესაძლებლობა, როდესაც ჯერ კიდევ არის იმედი იმისა, რომ საქართველო შეიძლება გახდეს ქვეყანა, რომელიც არის სახლი ყველასთვის, ქვეყანა, რომელიც არის ძლიერი თავისი მრავალფეროვნებით ქვეყანა, რომელიც არის მაგალითი მთელი რეგიონისთვის. საქართველო უნდა იყოს ქართველების ქვეყანა. დასასრული 2021 წელს თბილისის სახელმწიფო არქივში მომუშავე ახალგაზრდა ისტორიკოსმა აღმოაჩინა დოკუმენტი, რომელიც 30 წლის განმავლობაში იყო დაკარგული. ეს იყო ჩანაწერი გამსახურდიას ბოლო საუბრისა მის უახლოეს თანამებრძოლთან 2 დღით ადრე, ვიდრე ის გარდაიცვალა ხიბულაში. ამ ჩანაწერში გამსახურდია საუბრობდა არა პოლიტიკაზე, არა ბრძოლაზე, არა გამარჯვებაზე. ის საუბრობდა ეჭვებზე. ის ამბობდა, ალბათ ვწდებოდი. ალბათ ის ფრაზა, რომელიც მე ვთქვი, იყო ძალიან მარტივი რთული რეალობისთვის. ალბათ საქართველო უნდა იყოს ყველას ქვეყანა, ვინც აირჩევს მას. ეს სიტყვები არასოდეს გახდა საჯარო, რადგან ის ადამიანი, ვისთანაც გამსახურდია საუბრობდა, გარდაიცვალა იმავე დღეს. მაგრამ ეს სიტყვები არსებობს დოკუმენტში და ისინი აჩვენებენ რაღაც მნიშვნელოვანს, აჩვენებენ, რომ თვით გამსახურდია თავისი ცხოვრების ბოლოს იწყებდა გააზრებას იმისა, რომ მისი იდეოლოგია, მისი ფრაზა, მისი ხედვა იყო არასრული.
ეს არის ტრაგედია იმისა, რომ ეს გააზრება მოვიდა ძალიან გვიან იმისთვის, რომ შეეცვალა ის, რაც უკვე მოხდა, ძალიან გვიან იმისთვის, რომ გადაერჩინა ის ადამიანები, რომლებიც დაიღუპნენ, ძალიან გვიან იმისთვის, რომ თავიდან აეცილებინა ის ტრაგედიები, რომლებიც მოვიდა. მაგრამ ეს გააზრება არ არის ძალიან გვიან დღევანდელი საქართველოსთვის. დღევანდელ საქართველოს ჯერ კიდევ აქვს დრო, ჯერ კიდევ აქვს შესაძლებლობა, ჯერ კიდევ აქვს არჩევანი. 2022 წელს საქართველოში ჩატარდა კვლევა, რომელშიც ჰკითხეს 1000-ზე მეტ ადამიანს სხვადასხვა ასაკის, სხვადასხვა რეგიონის, სხვადასხვა ეთნიკური წარმოშობის, რას ნიშნავს თქვენთვის იყოთ ქართველი, პასუხები იყო გასაოცრად მრავალფეროვანი. ზოგიერთი ამბობდა, რომ ეს ნიშნავს დაბადებას ქართულ ოჯახში, ქართული ენის ცოდნას, ქართული ტრადიციების დაცვას. მაგრამ სხვები ამბობდნენ რაღაც განსხვავებულს. ერთი აფხაზი ქალი, რომელიც ცხოვრობს თბილისში 30 წლის განმავლობაში, თქვა, მე ვარ ქართველი, რადგან საქართველო არის ჩემი სახლი, რადგან მე ვიზიარებ ამ ქვეყნის ბედს, რადგან მე მინდა ამ ქვეყნის წარმატება. ერთი ოსი მამაკაცი, რომელიც დაბრუნდა სამხრეთ ოსეთიდან და ახლა მუშაობს თბილისში, თქვა, მე ვარ ოსი ეთნიკურად, მაგრამ ვარ ქართველი მოქალაქეობით და ეს არ არის წინააღმდეგობა, ეს არის სიმდიდრე. ერთი სომეხი ახალგაზრდა, რომელიც სწავლობს თბილისის უნივერსიტეტში, თქვა, მე ვარ სომეხი და ვარ ქართველი ერთდროულად და მე არ მჭირდება არჩევანი ერთსა და მეორეს შორის. ეს პასუხები აჩვენებენ, რომ საქართველოში არსებობს ალტერნატიული გაგება იდენტობისა, გაგება, რომელიც არის უფრო ინკლუზიური, უფრო მრავალფეროვანი, უფრო თანამედროვე ვიდრე ის, რაც წარმოდგენილია გამსახურდიას ფრაზაში. მაგრამ ეს გაგება ჯერ კიდევ არ არის დომინანტური პოლიტიკურ დისკურსში, ჯერ კიდევ არ არის წარმოდგენილი მედიაში, ჯერ კიდევ არ არის ასწავლებული სკოლებში. როგორ შეიძლება ამ გაგების გაძლიერება? როგორ შეიძლება მისი გადაქცევა დომინანტურ ნარატივად? პასუხი მოითხოვს სამ ძირითად ცვლილებას. პირველი ცვლილება უნდა მოხდეს განათლების სისტემაში. სკოლის სახელმძღვანელოები უნდა გადაიწეროს ისე, რომ ისინი ასწავლიდნენ არა მარტივ ნაციონალისტურ ნარატივს, არამედ რთულ მრავალფეროვან ისტორიას. ისინი უნდა ასწავლიდნენ, რომ საქართველოს ისტორია არის ისტორია არა მხოლოდ ქართველებისა, არამედ ყველა იმ ხალხისა, რომელიც ცხოვრობდა ამ მიწაზე, აფხაზებისა, ოსებისა, სომხებისა, აზერბაიჯანელებისა, ბერძნებისა, ებრაელებისა. ისინი უნდა ასწავლიდნენ, რომ ქართული კულტურა არის მდიდარი სწორედ იმიტომ, რომ ის იყო ღია სხვა კულტურებისთვის, რომ ის იყო სივრცე, სადაც სხვადასხვა ტრადიციები ხვდებოდნენ და ქმნიდნენ რაღაც ახალს. ისინი უნდა ასწავლიდნენ კრიტიკულ აზროვნებას, უნარს დაინახონ ისტორიული მოვლენების სხვადასხვა პერსპექტივიდან, უნარს გააანალიზონ იდეოლოგიები და მათი შედეგები, უნარს გააკეთონ საკუთარი დასკვნები. ეს მოითხოვს ინვესტიციას მასწავლებელთა მომზადებაში, მოითხოვს ახალი სახელმძღვანელოების შექმნას, მოითხოვს პოლიტიკურ ნებას განათლების რეფორმისთვის. მაგრამ ეს არის ინვესტიცია, რომელიც აუცილებელია მომავლისთვის. მეორე ცვლილება უნდა მოხდეს მედია გარემოში. საჭიროა შექმნა მედია საშუალებები, რომლებიც წარმოადგენენ მრავალფეროვან ხმებს, რომლებიც აჩვენებენ სხვადასხვა პერსპექტივებს, რომლებიც ქმნიან სივრცეს დიალოგისთვის. საჭიროა მედია საშუალებები, რომლებიც არ ეშინიათ კრიტიკული საუბრისა ისტორიულ ფიგურებზე, რომლებიც არ ეშინიათ გამოწვევისა ნაციონალისტური ნარატივებისა, რომლებიც არ ეშინიათ წარმოდგენისა რთული რეალობისა. ეს მოითხოვს მხარდაჭერას დამოუკიდებელი ჟურნალისტიკისა, მოითხოვს დაცვას მედიის თავისუფლებისა, მოითხოვს ბრძოლას დეზინფორმაციის წინააღმდეგ. მაგრამ ეს ასევე მოითხოვს პასუხისმგებლობას თავად ჟურნალისტებისგან, პასუხისმგებლობას არ გამოიყენონ თავიანთი პლატფორმა სიძულვილის გასავრცელებლად, პასუხისმგებლობას წარმოადგინონ ფაქტები ობიექტურად, პასუხისმგებლობას შექმნან კონტენტი, რომელიც აშენებს ხიდებს, არა კედლებს. მესამე ცვლილება უნდა მოხდეს პოლიტიკურ ლიდერობაში. საჭიროა ლიდერები, რომლებიც ექნებათ გამბედაობა საუბრისთვის ახალი ენით, რომელიც არის ინკლუზიური, არა ექსკლუზიური, ენით, რომელიც აშენებს, არა ანგრევს, ენით, რომელიც აერთიანებს, არა ყოფს. საჭიროა ლიდერები, რომლებიც გაბედავენ თქვას, რომ საქართველო უნდა იყოს ქართველების ქვეყანა, არის ფრაზა, რომელმაც შეასრულა თავისი ისტორიული როლი, მაგრამ რომელიც აღარ შეესაბამება თანამედროვე რეალობას. საჭიროა ლიდერები, რომლებიც გაბედავენ შეთავაზებას ახალი ხედვისა საქართველოსა, რომელიც არის სახლი ყველასთვის, ვინც აირჩევს მას, საქართველოსა, რომელიც არის ძლიერი თავისი მრავალფეროვნებით, საქართველოსა, რომელიც არის მაგალითი რეგიონისთვის. ეს მოითხოვს პოლიტიკურ გამბედაობას, მოითხოვს მზადყოფნას რისკისთვის, მოითხოვს ნდობას იმისა, რომ საზოგადოება მზად არის ამ ახალი ხედვისთვის. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება უნდა მოხდეს თავად საზოგადოებაში.
რადგან საბოლოო ჯამში არც განათლების სისტემა, არც მედია, არც პოლიტიკური ლიდერები ვერ შეცვლიან საქართველოს, თუ თავად ადამიანები არ იქნებიან მზად ამ ცვლილებისთვის. საჭიროა, რომ ყოველი მოქალაქე საქართველოსა დაფიქრდეს თავის როლზე, დაფიქრდეს იმაზე, თუ როგორ ისაუბრობს სხვებზე, როგორ ისეპყრობა უმცირესობებს, როგორ ის რეაგირებს ნაციონალისტურ რიტორიკაზე. საჭიროა, რომ ყოველი მოქალაქე გახდეს აქტიური მონაწილე იმ პროცესში, რომელიც ქმნის ახალ საქართველოს, რომელიც არის ინკლუზიური, დემოკრატიული, მრავალფეროვანი. ეს ნიშნავს მცირე ქმედებებს ყოველდღიურ ცხოვრებაში, ნიშნავს ურთიერთობას სხვა ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლებთან, ნიშნავს სწავლას მათი კულტურის შესახებ, ნიშნავს დაცვას მათი უფლებებისა. ეს ნიშნავს წინააღმდეგობას ნაციონალისტურ რიტორიკას, როდესაც ის ისმის ოჯახში, სამსახურში, ქუჩაში. ეს ნიშნავს არჩევანს იმ პოლიტიკოსების მხარდაჭერისა, რომლებიც წარმოადგენენ ინკლუზიურ ხედვას. ეს ნიშნავს მონაწილეობას იმ ორგანიზაციებში, რომლებიც მუშაობენ ხიდების აშენებაზე. ეს არის ის ცვლილება, რომელიც იწყება ინდივიდუალური დონიდან, მაგრამ რომელსაც შეუძლია შექმნას კოლექტიური ტრანსფორმაცია. დღეს 30-ზე მეტი წლის შემდეგ გამსახურდია სიკვდილისას, საქართველო დგას გადამწყვეტ მომენტში. ქვეყანა აწყდება მრავალ გამოწვევას, ეკონომიკურ გამოწვევებს, პოლიტიკურ გამოწვევებს, გეოპოლიტიკურ გამოწვევებს. მაგრამ ყველაზე ფუნდამენტური გამოწვევა არის იდენტობის გამოწვევა იმის შესახებ, თუ რა არის საქართველო, ვინ არიან ქართველები, რა არის საქართველოს მომავალი. ეს გამოწვევა არ შეიძლება გადაწყდეს დაბრუნებით წარსულში, დაბრუნებით გამსახურდიას ფრაზაში, დაბრუნებით ეთნიკურ ნაციონალიზმში. ეს გამოწვევა შეიძლება გადაწყდეს მხოლოდ წინ წასვლით ახალი ხედვისკენ, ახალი იდენტობისკენ, ახალი საქართველოსკენ. ეს არის საქართველო, რომელიც აღიარებს თავის მრავალფეროვნებას როგორც ძალას, არა როგორც სისუსტეს. ეს არის საქართველო, რომელიც განსაზღვრავს ქართველობას არა ეთნიკურობით, არამედ მოქალაქეობით, არა წარმოშობით, არამედ არჩევანით. ეს არის საქართველო, რომელიც ღიაა მსოფლიოსთვის, მაგრამ რომელიც ინარჩუნებს თავის უნიკალურ იდენტობას. ეს არის საქართველო, რომელიც შეუძლია გახდეს ხიდი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის, ხიდი სხვადასხვა კულტურებს შორის. ხიდი წარსულსა და მომავალს შორის. ეს ხედვა არ არის უტოპია. ეს არის რეალური შესაძლებლობა, რომელიც დამოკიდებულია არჩევანზე, რომელიც უნდა გაკეთდეს დღეს. რადგან ისტორია გვიჩვენებს, რომ ერები, რომლებიც ირჩევენ ინკლუზიურობას, ხდებიან ძლიერები. ერები, რომლებიც ირჩევენ მრავალფეროვნებას, ხდებიან მდიდრები. ერები, რომლებიც ირჩევენ ღიაობას, ხდებიან წარმატებულები. მაგრამ ერები, რომლებიც ირჩევენ ექსკლუზიურობას, რჩებიან იზოლირებულები. ერები, რომლებიც ირჩევენ ეთნიკურ ნაციონალიზმს, რჩებიან კონფლიქტებში. ერები, რომლებიც ირჩევენ დახურულობას, კარგავენ მომავალს. საქართველოს აქვს არჩევანი, რომელიც განსაზღვრავს არა მხოლოდ მის მომავალს, არამედ მომავალს მთელი რეგიონისა. რას აირჩევს საქართველო? რას აირჩევთ თქვენ? ეს არის კითხვა, რომელზეც პასუხი უნდა გაიცეს არა სიტყვებით, არამედ ქმედებებით, რომლებიც იწყება დღეს, ქმედებებით, რომლებიც გრძელდება ხვალ, ქმედებებით, რომლებიც აშენებენ იმ საქართველოს, რომელიც ღირს ცხოვრებისთვის, ღირს ბრძოლისთვის, ღირს გადაცემისთვის, მომავალი თაობებისთვის, საქართველოს, რომელიც არის ნამდვილად ყველას ქვეყანა, ვინც აირჩევს მას როგორ სახლს, როგორ სამშობლოს, როგორ მომავალს.